გამარჯობა. ვიცი რომ ძალიან ბევრი გალოდინეთ და უსასრულოდ გაიწელა ეს დრო, ვიდრე ფინალის აღდგენას ვცდილობდით. იყო მომენტები, როდესაც დავკარგეთ იმედი და ბოლო ხავს მოვეჭიდეთ, იყო მომენტები, როდესაც მოგვეცა იმედები. მოკლედ, ბევრი რამე გადავიტანეთ ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სასწაული ადამიანების დახმარებით თავად სასწაულიც მოხდა. მოკლედ, როგორ აღარ შევალ ამ სიღრმეებში, ძალიან ბევრი ტექნიკური თუ პროგრამული ცდელობის შემდეგ ჩვენი მასალა ვიპოვეთ, სულ რამდენიმე ფაილი აღმოჩნდა დაზიანებული, აღვადგინეთ, გადავამონტაჟეთ და ფინალი იქნება, მეგობრებო, ფინალი იქნება და აი ახლა შეგიძლიათ ნახოთ ეს ფინალი, მაგრამ მანამდე მე აუცილებლად უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კომპიუტერული სერვისის კომპანია Efforts, რომლებიც დაგვეხმარნენ სწორედ ამ მასალის მკვდრეთით აღდგენაში. Efforts აღმოჩნდა სასწაულმოქმედი კომპანია და თან სრულიად უსასყიდლოდ და სრულიად დაუზარებლად და დაუნანებლად მათ მოახერხეს ის სასწაული, რომ თქვენ ნახოთ ფინალი და ძალიან გვიხარია, რომ უფინალოდ არ დაგტოვებთ. წავიდა. მაძიებლის მეოთხე სეზონის ფინალში საფინალედ სასიკადულო ხალხი ყავს. კალა და ტატო და კალა, ოზი და ზიადი, ზიადი და ოზი. კალა შენ იცი კალა. მე არ ვიცი ახლა, რომელს დაერევით. რა შუაშია თავის გადანერგვა და ტვინის გადანერგვა? არ ვიცი და რა ვქნა. მაგიტო უნდა მსემო. მაგიტო რა მითხრა. მაგარია, სიცხე მომიწია ის რა. აფიქსირებთ. თუ ეს არასწორია, შენმა ზედმეტად ვცხოვრდნამ რა გუპა ეხა. ფინალი დაწყებულა ამასობაში მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მაძიებლის მეოთხე სეზონის ფინალს უყურებთ თქვენ და ფინალში საფინალედ სასიკადულო ხალხი ყავს. კალა და ტატო და კალა, როგორც გენებოთ და ოზი და ზიადი, ზიადი და ოზი ასევე როგორც გენებოთ. ხალხო, საინტერესო ბრძოლები გადაიტანეთ. თქვენ დაუსრულებელი ნაომარები ვართ. თქვენთვის უფრო გასეირნება. თუმცა ფინალში როგორ იქნება ეს? რატომ გიგვირდა? არა, პირველი თამაში არ იყო გასეირნება თქო, მაგის. ახარასელი არა, მაგრამ თორე ხა ის ნახევარ იმას არ დავიწყებ ახლა რომ არ აქვს როსტანმა ბასოსტანს გაგვიჭირდა ახლა. ხო, არა, ანგარიში დიდი დაიდო ხო, მაგრამ პირველი გაგვიჭირდა. შემთხვევაში გაგჭირვებოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. ხო. ფინალში გვაქვს OG ქართული YouTube-ის დუელი, ამ შემთხვევაში დუელი ორ ადამიანს შორის, კი ბატონო რაღაც შოუს წინააღმდეგ. ესეც აღსანიშნია. ეს დამატებით ფაქტორია. მოკლედ ფინალია და ამ თამაშის გამარჯვებული წყვილი მიიღებს MetaQuest 3-ებს, ჩვენს მთავარ პრიზს, 2 MetaQuest-ი გაიცემა ამ შოუში და გადამწყვეტი ბრძოლა. აქვე ჩვენ სპონსორებს მადლობა გადაუხადოთ, იმიტომ რომ ასევე ყველა მონაწილე მიიღებს საჩუქრებს PSP-სგან, ჩვენი ერთგული მეგობრისგან. მადლობა დანკინს, რომლის ყავაც შეგვიძლია დავლიოთ თამაშის განმავლობაში და გამომცემლობა ინტელექტისგანაც მიიღებთ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ინტელექტსაც დიდი მადლობა ჩვენთან დამეგობრებისთვის. გამოიწერეთ, მოდით ჩვენი არხი, სანამ თამაში დავიწყებდეთ, უყურეთ მაძიებელს, მართლა ძალიან გვინდა რომ ბევრი ესეთი სეზონი შემოგთავაზოთ და კიდევ ერთხელ გაგახაროთ ჩვენი საინტერესო მინიშნებებით და თამაშით. აქვე ვიტყვი კიდევ ერთ ფაქტს, რაც პრესეზონის თამაშიც გითხარით, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მეხუთე სეზონი იყოს გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი სეზონი, ანუ გამომწერებიც მიუსხდნენ ამ მაგიდას და ითამაშონ, ამიტომ იმედი მაქვს ამ სეზონის განმავლობაში თქვენ აქტიურობდით, თავს იჩენდით და შემდგომში უკვე წარმატებით გაივლით გამომწერებისთვის შესარჩევ ეტაპს და შეძლებთ, რომ თქვენც მიიღოთ მაძიებელში მონაწილეობა. ესეთი ფაქტი არის. ასე გადავ. იმედი ამის ჟიურიში მაინც არ ვიქნებ. ნახოთ დღეს როგორ დაამთავრე. ტატო და გაბრო შეარჩევენ გამომწერებს. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ფინალისტის მზად ვართ და მე მგონი ისღა დამრჩენია რომ ლარიანი ავაგდოთ. რა გინდათ? რა გინდათ? ჩვენ ბორჯღალზე ვართ ხოლმე. გერბს ერთიან ხი ბატონო. ბორჯღალი აღარ გვაქვს. ხო. ერთიანი. აირჩიეთ ახლა. დავიწყოთ. დავიწყოთ. მოგწყურდა უკვე. მეც ჯერ.
დავიწყოთ ფინალის პირველი შეკითხვა და პირველი მინიშნება. არტივი იქნება ფინალის ახლა. თხულიანი ეგრევე. ადამიანს ოთხქულიანების ეგრევე გასროლას ისე მიეჩვიეთ, რომ ადამიანის სოფლიო ისტორიიდან. ადამიანი ბეზნა სოფლიო ისტორიიდან. პირველი მინიშნება. ოკეი. წესით ორივე გუნდი იცნობს. შეიძლება გამოვხედოთ. ეხლავე? ხო, ნუ ესე გებია. გაჩვენებთ თქვენს მაინც? ოკეი. თქვენს გაჩვენებთ და წავიდა ფიქრი. დრო. მე მგონი არ გავგემართლა კალა, იმიტომ რომ ეს ისეთი მინიშნება არის, შეიძლება მე შემდეგ მინიშნებაზე უეჭველი აიღო. ნუ ხო და მე ჩვენია შემდეგ. თქვენთან მოდის შემდეგი. უი, რა კაი. პირიქით. ხო, მართალია. ბიჭო, ნახე, ნუ გასაგები Rolling Stones-ია. და არანაირი შანსი არ გვაქვს Rolling Stones-ის ნახე არის. არანაირი ფოტოა. რამდენიმე რაღაცა, ნუ Rolling Stones-ი გასაგები Jones-ი წავთ, რომელიც 67-ში მოკვდა. აი, კარგია, აი, მომწონხარ უკვე მიდი. 27-ის იყო. აჰა, 27-იანელია. მე დარჩენ 4 იმის მე და ეს მეხუთე იყო. 67 წლამდე 68-ში მოკვდა. მოდი ვარცხნილობებზე ხო არ წავიდეთ სიტყვაზე თქვა. შეიძლება იყოს Bob Dylan-იც, იმიტომ რომ Rolling Stone, Black Rolling Stone აქ სიმღერა. Rolling Stones-თან მოდის Beatles-იც იდეაში, ხო, ესე. მაგრამ ერთი ადამიანი უნდა იყოს, ხო, ერთი ადამიანი. ერთი ადამიანია გამოსაცნობი. აი, Bob Dylan-ის ვარიანტი შეიძლება, Rolling Stone, გორავი ქვა. არის კიდე. Sisyphe. Sisyphe არა ისტორიული ფიგურა, ისტორიული ფიგურა. მითოლოგიაში ნუწავთ. ხო, ბოდიში. მაიცა Sisyphe, ის ხო არ არის. რა ქვია? რა ხდება? აი ხა. ბიჭო, კამიუ ყურე. Rolling Stones-ი Sisyphe ქვა კამიუ. ბიჭო, ან თუ არის ვერ გავრისკავთ. ხო? მაგრამ ესეც დავიტოვოთ, კაი ვერსია. სასაჭიდი თემა. კაი ვერსია. დავიტოვოთ ეგ ვარიანტი. Bob Dylan-ი Rolling Stones-ის მონჩი, კამიუ Sisyphe-ის მონჩი. გორავი ქვა კიდე რა არის? აგახსენდება გორავ ქვაზე. ან Rolling Stones, კაი, მუსიკა, როკი, rock and roll 60-იანები. საშენო თემაა ახლა ეგ. აქედაც ეხლა ამას ისე ასუყურებ, ეს კაი, Peter Church-ია, ეს Mick Jagger-ია, ეს ფუთან მოვიწყდა რა გვარი. Peter Church-ია. აგე. უი, რა გაგა. ეს იცი ვინ არის? ეს არ მახსოვს ამის გვარი. ეს მანამდე ყავდათ. ეხლა ბოლო მანამდე ესე მთქვენია. ბოლო 40 წელი ის არის. მაგრამ ის ფიქრობ გვიან მივიდა. რა ქვია, გვარია, ბიჭო, გვარები დამავიწყლა ამათი და ამის პარამანშიკისაც ახლა რომ მოკვდა. Charlie Watts-ია პარამანშიკი. ნატო მოხუცი მყავს ნანახი. ახალგაზრდა ესტია. ორი ტიპი, ანუ ნახე ეს სამი მოდი იყო სხვანაირად წავიდეთ, აბა, ნახე ესენი უფრო შავები არიან, ეს უფრო ღია ფერში. აი რაღაცა ეგეთ მინიშნება ხო არ შეიძლება იყოს Rolling Stones-ი რომ ხო და ეს ღია ფერშიდან გარდაიცვალა. ხო, ახალგაზრდა. და 27-იანი. 27 პირველი წევრია 27-იანი. გახსნა. მაგრამ სხვა 27-იანზე ვერ გახვალ, იმიტომ რომ ბევრი მინიშნება არ გაქვს. მაგრამ ეგეც დავიტოვოთ ვერსია. ხო, კი ბატონო, აი. ჯოპლინი, ჰენდრიქსი. აქ ხა ის არის, რა ქვია. მაგრამ სუიციდია რამის თქმა არა. არა, მუსიკა არა დაუცილებელი რომ იყოს. ხო, ხო. კაი, დროც ზუსტად გავიდა და შესაძლოა გადავცეთ. მოიცა არ დაიწყოთ არაფერი. გაიგეთ კურსასმენები. ესე რა ქვია. ეს გამოირიცხა. რაც მეგონა არ ზედმეტი არავინ არ არის. ხო და მთელი ბენდი არის აქ. წესი და რიგით. რუს ბენდია? Rolling Stones-ი, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიძოთ ერთი ისტორიული ადამიანი. ერთი ისტორიული ადამიანი სოფლიოდ. ისე, მოიცი. Black Jagger. არა, მაგაზე ნუ მიდიხარ, ანუ, კაროჩე, პირველი რაც მაშქენი რომ მეთქი 5-ნი არიან თუ 4-ი თქო მაგაზე ვფიქრობდი რა ბენჩი. და მე მგონი ერთ-ერთი ზედმეტი არის. 5-ნი არიან ხო და ბენჩი 4 კაცი არის, 5 კაცი არის არ მაგას. Maroon 5, Mick Jagger, აი Maroon 5 რა შუაში, Maroon 5 სოლისტი. Maroon-ი ამას აცვია ხა ბაზარი არა, მაგრამ ერთს ვიცი. არა, ჩაპოტაშოულს არ გავს ყოველ შემთხვევაში. რაღაცა ბიჭო, ნიტო არის შეცვლილი რაღაც მგონია. არა, ჩვენები ფოტოა. ნა, რაღაც ხელში რა უჭირავს, მაგას დავხედოთ რაღაც. მეორე მინიშნებაზე ხო არ წავედით, იმიტომ რომ ამაზე მოდი ისევ და ისევ ტაქტიკა დრო არ მივცეთ საფრთხელი. ტაქტიკა დროის შეკვეცა. ამოტრიალი საათი ბარემ. ხო, მართალია. მეორე მინიშნება, მეგობრებო. მეორე მინიშნება.
შემდეგი მინიშნება ასეთია. ინებეთ, ყურსასმენები. დრო წავიდა. რამის მიხდი? ეს მაგალითი არის ხოლმე ახსნა იმის, ხო? დროში მოგზაურობის და დაიმენშენების. ხო. Wormholes, ხო? ენდი ვორჰოლი? და რატო? ვორჰოლი, არ ვიცი. აი, ვორჰოლი არ იქნება. ენდი ვორჰოლი, ვინ შეიძლება იყოს? დროში მაინც Rolling Stones-ზე. ბიჭო, Rolling Stones-ზე სიმღერა ხო არ შეიძლება რამე Rolling Stones-ზე. ხო, მაგრამ ადამიანია მაინც გამოსასწორ. ადამიანზე აქვს იგივე, ამღერი რა სიმღერა ვიღაცაზე. აქვს რაღაცა ადამიანზე ამღერი? ბიჭო, ვერ ვიხსენებ თო ეგეც. Painted Black. She's Rainbow ვიცი, მაგათი და ეს არის. Painted Black-ი კი ბატონო, მაგრამ დიდად Rolling Stones-ს უსმენთ ხო რო გითხრა. აი, ეს იყო ეს ბიჭო, რავი, ანუ რანაირად მეცნიერი ხო არ არის ვინმე ან ვინც პირველად ჩაიდინა ეს დილანის ვერსიებიც ჰქონდა დილანი და კამიუ გამოირიცხა, ხო, ამით რავს გა. დილანი რაღაც გამოირიცხა, კამიუს გამოირიცხა მე მგონი. კამიუსთან ვერ ვაკავშირე. სამეცნიერო სფეროში შეიძლება, ანუ ანახე, ანუ ისეთი, არ ვიცი. კალსეიგანი. რა გადააკიდე ამ სეიგანს? ნუ, რავი. Einstein ვიღაც Einstein-ის. ხა, Qua Stein. Einstein-ია? არ ვიცი. დავშთე თუ დაემთხვა ეგრე. Einstein 5 Stein-ია, 5 Qua არის და 5 Qua არის, 5 Rolling Stone-ი, 5 და ნუ ფარდობითობის თეორიაში ეს ამდენად ჯდება, არ ვიცი, მაგრამ არ ჯდება იდეაში, არ ვიცი. მაგრამ ნუ აი ნახე ქვებია, Stein-ია. და მეცნიერი, ანუ რაღაც მეცნიერზე წავედი. მეცნიერია და არის სივრცეში მოგზაურობაზე, თან Wormholes საშუალებით და Wormholes თემა არის ზუსტად ის, რომ ფარდობიტობის თეორია გამორიცხავს რა, ხო, სინათლის სწრაფად მოგზაურობას გამორიცხავს, შესაბამისად გამორიცხავს დესტინაციებზე მოგზაურობას, მაგრამ Wormholes დასწრების შემთხვევაში შესაძლებელია. ხო, მაგრამ ვთქვათ, სიტუაცია წახვიდა სხვა გალაქტიკაში, ისე ვერ წახვიდა. Andromedas galaktikაში ვერ მოხდება. Wormholes გაშა. Stein-ი ზუსტად ამიხსენე რანაირად Qua არის გერმანულად. გერმანულად ქვა? ხო, ეს ქვები არიან. მოგვარავა. არ ვიცი, რა ვიცი. არ ვიცი. მეცნიერზე გავედით და ამაზე უკეთეს მეცნიერი ვინ გინდა? Stein-ი თვა? ქვა არის, Stein-ი. რავი რა. მოგვარავა ქვები არიან. გავრისკოთ? დავაი რა. დრო გავიდა. იქნება თემატური ვერსია? აი, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება აიღონ რა. დრო გავიდა. აი, რავი. არ ვიცი, გადაწყვიტეთ. დავრისკოთ. გარისკავთ. მე მგონი შეიძლება სისულელია, მაგრამ ვისკავთ და გონია რომ არის ალბერტ აინშტაინი პასუხი. აფიქსირებთ. თუ ეს არასწორია, შენმა ზედმეტად ცოდნამ დაგუპა ეს. მე Stein-ს და ქვია გავიდე. უპასუხეს და აფიქსირეს ვერსია, რომელიც სამიქულის მომტანია, მათთვის, სამიქულის მომტანია. ეს სწორად ამოიცანით, ორივე მხარე მე ვხედავდი, რომ ჩანაწერებს აკეთებდი, Wormholes ახსნა, ასე ვთქვათ. ჰოკინგის ქენით? არა. სამეცნიერო ენაზე რა ქვია ამას, იცით? Warp Drive. არა. Einstein-Rosenis ხიდი. Einstein-Rosenis ხიდი და Einstein-ი. აი, მაგაზე ინჟინერად. Einstein-Rosenis ხიდი, Einstein-ი, ეს ხო ახსნა არის, როგორ შეიძლება პარალელური Einstein-იო, ბასხე. Albert Einstein. გერმანული Stein-ი ყოფილა ქვა. Stein-ი რო არის, ქვა, ეგ ერთი ელემენტია ამ მინიშნებით. მეორე ელემენტი, უფრო მარტივი ლოგიკა. უფრო მარტივი ლოგიკით, ლოგო თუ გახსოვთ Rolling Stone. ენა. მაშინ ლოგო ყოფილიყო ესე. Rolling Stone. იმიტომ
არ მოვიტანეთ ლოგო, ხო, შეიძლება ვიღაც ესემ რომ ენა აქვს გამოყოფილი ლოგოზე და მე უკვე აინშტაინი. მე კიდე წავედი Wormhole, Rolling Stones-ი, მე ჯაგერი Worm-ის თემაში და რაღაც და founding father-ებამდე მიხვედი. Event Horizon-ის თემა იყო მაგაზე კიდე წავედი და კარჩო Stephen Hawking-ს წერდი არა, ძალიან რთული იყო ეხლა. ორქულიანზე მქონდა ესეთი მინიშნება screen-ი Spotify-დან სიმღერის სახელი. ეს ბიჭი იყო აინშტაინი, რა თქმა უნდა და სულ ბოლო უკვე AI გენერირებული ფოტო იქნებოდა. თუ აქამდე მივიდოდით რაც H-ს იწევდა, ესეთი ფოტო იქნებოდა ვიოლინო ფიზიკის სამყაროში. გასაგებია რომ აინშტაინს უყვარდა ვიოლინოს დაკვრა. სული კითხვებია. ალბათ აინშტაინი ფინალი დავიწყეთ მეგობრებო. ფესტა გარისკოთ ხოლმე, ხო იცი ხა კაცი ფორმაშია და იღებს გულებს და. კი, იმაზეა. Firing. ნახოთ ეწერა სხვათა შორის ზიაც აინშტაინი. კი, ხო და უნდა რომ მოსულიყო არ ვიცი მე გაყვაყობდი თუ არა. მაშინაც არ ქონდა სწორებას ის ჩვენთან წავშალეთ. ალბერტ აინშტაინზე ვიდეო რგოლი ვნახოთ. მე-20 საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი 1902 წელს ბერნის საპატენტო ბიუროში ექსპერტად იწყებს მუშაობას. სწორედ იქ 1905 წელს ქმნის 4 უმნიშვნელოვანეს ნაშრომს, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ ფიზიკის განვითარებაზე. 1915 წელს აინშტაინი აქვეყნებს ფარდობითობის ზოგად თეორიას, რომლითაც ამტკიცებს, რომ გრავიტაცია დროისა და სივრცის გამრუდებაა. 1921 წელს ალბერტი ფოტოელექტრული ეფექტის ახსნისათვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიას იღებს. 1923 წელს ნაცისტური რეჟიმის აღზევების გამო მეცნიერი ტოვებს ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ხელს უწყობს ბირთვული ფიზიკის განვითარებას, იგი ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგია. 1952 წელს ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობას სთავაზობენ, რაზეც უარს აცხადებს. 3:0 ანგარიში და კიდევ ერთი დოსიე უნდა გამოვიძიოთ. ამჯერად ოზის და ზიაც ექნებათ უპირატესობა ამ კითხვაზე და მოდით პირველი მინიშნებაც ვნახოთ. ეს არის პირველი მინიშნება. აბა თქვენიცით ბიჭებო? აბა თქვენიცით ბიჭებო? ჩვენ შევხედოთ და მე კი ბატონო, ხო, უნდა მეჩვენები. უბრალოდ შევხედოთ. და დრო არ პიროვნება გლობალური ისე? მიდი. ვა. ეს ხუთი გავისროლოთ პირდაპირ. ბიჭო, მოლენა არ არის. ადამიანი. პომპეი. ადამიანი. არა ის რა ქვია, აქ საქართველოში თამარ ის ბერძნები რო პირველად შემოვიდნენ, თუ რომაელები იყო მახსოვს და ხიდი და მაგის ხიდი დარჩა. ეს საქართველოში არის პომპეუსი. დარწმუნებული ხარ რომ საქართველოში არის ეს? არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ერთს მიხვდები სადა? ბიჭო, ერთ-ერთი რაც ეს არის რომაული არქიტექტურა არის ხო, ჩვეულებრივ მიდის ხიდი ზე რაღაც პირველად რომში იყო ეს არქიტექტურა, ვინ იყო ეგ არ მახსოვს. ის იმპერატორობის დროს იყო. დაიმახსოვრე ეს ფოტო და დროის შემცირება გაუშვათ იქით. ანუ ეს ვერ წავუდგა. ამაზე არ გარისკოთ ისევ სტრატეგია, ხო? ხო, ანუ იმიტომ რომ ამითი ძალიან რთული იქნება ეს და უბრალოდ შეიძლება რაღაც აი ცოტა გვიან გაგინათ. ანუ ნახე როგორ რაღაც არის საუბრისას აქ მაინც მასიზავს, რავი. ბიჭო, ნახე, ანუ სავსებით შეიძლება აქ მხარეს რა არის, შეიძლება იყოს, ანუ აშკარად რომ რაღაც ნაპირზე რომაული ხიდია. რომაული ხიდია, რა თქმა უნდა, რომაული არქიტექტურა არის. საქართველოს ეს გავს ბუნებით და პომპეუსის ხიდი მგონია და პომპეუსი თვითონ, მაგრამ ბიჭო, ნახე, ხიდი არის თუ აკვედუკი არის, ეგეც რა ქვია, რთული ამბავი არის. ანუ აკვედუკებსაც ესეთი ისა აქვს ხოლმე, რა ქვია, ერთი ეგაა პროსტა. აი, რავი, ძალიან ცნაურადაა რა. თან აქ რაღაცა ისა რა ქვია, შემაკავებელი არის. აი, დაუბრუნოთ და მეორე შენ ის, მაგრამ სამქულიან ხო, სამქულიანზე გავთ. სამქულიანზე წავალთ მე რა. პროსტა ამათ მეც ეგრევე უნდა გამოიცნო. ეს თუ აიღებენ. აი, არ ვიცი. ეხა ამითი 6 წელი ძალიან ცუდი ამბავია. ბიჭო, რატო შეიძლება ეხა აქედან რა მithქვა? ყველაზე ლოგიკური არის პომპეუსი. თუ გვინდა რომ პირდაპირ მონეტა ავიდოთ თუ დაუბრუნოთ? დაუბრუნოთ მგონია რა. კონდა დრო. ვიცი კაცო.
არ თქვით ამაზე ბიჭო? აიყენებენ ხოლმე სრულად. გაიკეთებ. ხლად ლამაზი ადგილი არ არის. მოდი პირდაპირ. მაგრამ რა მინიშნება არის ადამიანზე, ხო? ხო. აქ არის რაღაც აკვედუკს გავს, მაგრამ აკვედუკი არ ამგონია რომ იყოს. რომი ვიწროთ მოდის და მე იშლებ რაღაც იქ ხო არა. რაღაცა პატარა მდინარეა, ხო? ხო. შეიძლება რომელიმე ძალიან ცნობილი მდინარის რაღაცა პატარა ნაწილია შესართავი. და შეიძლება ვთქვათ რაინი ხო არ არის. რამე ეს არ არის რაღაცა. ის ხო არ არის ტიბრი ან რაინი, მაგრამ რა ტიბრზე აქ ახდება აქ რა. ბიჭო, ის ხო არა ძალიან წავედი. საწახვედი. არა, ასისულელე, აი. ზროთ სახელის დამავიწყდა იმ დედამთავრის რომაელის. მენს გადაკვეთა პირველმა არა. არა. პომპეუსი კაც. არა. ტევტონბურგის ტყეში ვინც ამოჟილიტეს რა იყო იმ გერმანას გადა იმ დედამთავრს რომაელს. სადაა ჩემი ლეგიონი? ხო რაღაცა იმ მნიშვნელოვანს ხო არ ყოფს ეს. გერმანაზე არ იყო. გერმანაზე არ ვიცი ახლა რა. ნახე არასდროს ვფიქრობ ბევრს. ანუ აი რა შეიძლება იყოს, ანუ ხიდი არის, მინიშნება ხიდია, ხო იქ თუ? დინარეა. ხო და ეს რა თაღია, ხო? ანუ ყველა არ იქნება ეგ თაღი. თაღებია და გავს აკვედუკს, მაგრამ არ ამგონია რომ იყოს აკვედუკი და ძალიან არ ვიცი შეიძლება. ტრიუმფალური თაღის მინიშნება შეიძლება ეს იყოს რამენაირად? და ნაპოლეონი, მაგითო? არა. არა, სიტყვაზე ვამბობ. თაღია, თაღზე განაჩნდა პირველი. ხო, შეიძლება ხო რა შეიძლება იყოს თან ტყე მინიშნება და ტყიდან მარტო ტევტონბურგი მოდის ესე თავში გინდა თუ არა და თან არ მახსოვს სახელი არც იმისი. არც გერმანელს რა თქმა უნდა უღალატა და არც რომაელის. არის ვარიანტი რომ არის მდინარე რაღაცა, ხო? რაინი, ტიბრი, სამი მეგობარი ხო არის თაღები და ტრიუმფალური თაღი და არა გეოგრაფიული მინიშნება რაღაცა რა მეგონი. კაცმა არ იცის რანაირი მინიშნება. რანერდა იცნო ეს ადგილი. ესეთ წყალზე რა გახსენდება აი პატარა კოჭებამდე. ხო აი ესეთ წყალზე რომ აი მალე რომ ბიჭო ანუ არ ვიცი რა ადგილია ვაფშე ანუ არც ლამაზი არ არის და ანუ ანუ ვერ ავიღებთ ახლა ამის და უნდა გავატაროთ. არა ვერსიები ჩამოყვა რა რომ მე დრო აი ეგ რა ხდება ბიჭო აი რა არის აქ აშკარად წყალია ხო? ან ზღვა არის? ხო შეიძლება. და ზღვისპირა ქალაქია? ხო შეიძლება. ზღვისპირა ქალაქი თუ არა რაღაცებს მიმცირებს ხო? რომი არ იქნება მაგალითად ზღვისპირა ქალაქი თუ არა? ხო. ხო, დააჩენე. დავთმობ ახლა ეს. ამით მე ბევრი ვერსია ნამდვილად ამონდის. აუ, კაი დროს. როგორც ივარაუდეთ არ გარის. სპეციალურად, ეგ რა 500-ზე დადგება. კარგ დროს შეგიწყვიტა სპეციალურად, რომ 500-ზე დადგე და მე ვეღარ. კარგი მხრიდან გაგზავდება თუ დამჭირდა. მე PAG-მ. კარგი, მეორე მინიშნება ძვირფასო მეგობრებო, ჯერ ორივეს გაჩვენებთ, მერე იფიქრებენ ოზი და ზიადი. გთხოვ სანდრო შემომაწოდე მეორე მინიშნება. აი ესეთია მეორე მინიშნება. მოგვეციეგაც? всё. Всё? Я ну всё. ყურცასმენები. მოიცა დაიწყოთ. всё რა არის, ოღონდ ეგად ეგ ჩვენც აგვიხსენით. ელე გადმოგივა. ხო, ნუ რომის სწორია, კეისარი დანები რა, დანებით მოკლეს. რა. კეისარს ვფიქრობდით და მაგრამ მაგას დანები არის ჩასარჭობად. შეგიძლიათ ჩაავაგოთ. აჰა, ესე ჩაავაგოთ. როგორც კეისარს. აქ იქ გვიწევს. პურის დანა არ მგონია მოხოთოთ მაგრამ ესეთი უფრო იქნებოდა და ესეც აქ იყოს ბოჩერს ნაიφი და კეისარიც ჩაგვილაგეთ თუ შეიძლება აფიქსირებთ. ხო შეგიფუთოთ, გამოგატანოთ. კი სახლში მიტანით თუ წაიღებთ? წავიღებთ და ესე რა ხო რა ავყასფავთ. კი ბატონო, კი ბატონო. სანამ იტყვით კეისარი თქვეს? კი. პირველი ვერსიაც ეგ იყო ისე ხო, ოჯახ.
ეს არის თქვენს და კეისარია, რა თქმა უნდა. დანების ჩასადები იყო მინიშნება, ბევრი დანა მოხდა კეისარს. რომია და ტიბრია, ხო? რომანული არქიტექტურა ჩანდა, რუბიკონია. რუბიკონი, რომელიც გადალახვა. პომპეუსზე მე გადავიფიქრე. ორივე წყვილმა ახსენეთ გადალახვა და მეგონა რუბიკონი წელი ნაყარია, რუბიკონი გადალახვა. მე პომპეუს ხედი გამახსენდა, რომ ძალიან პატარა რაღაცა იყო, მაგ ხელა არ იყო, ეგ და გადავიფიქრე. ამან მე რო ახსენდა, არკები რო არის, ჟანად არკზე ხო არ არის მეთქი რა. ეს იყო შემდეგი მინიშნება. მარტია, გადახეული 15-თან. გასაგებია. მარტის იდები და ძალიან საყვარელი ბოლო მინიშნებაც იყო. ცეზარი გააქვთ. სათითაოდ გვაქვს ყველაფერი. ინგრედიენტებია. ბოტანილი, თელი თავისი. მოდი ნახეთ, რამდენი ვიწვალეთ. ხო გავაკეთე, თანებიც არის. შეგიძლიათ. ოსეთ, მეგობრებო, დასხეთ. აი, ეს მაგიდა გვაქვს. ხალხი რა არის. გიწვალია. ჭემედა. სასმელიც გვაქვს. აბატონო. აისბერგიც არის. აბატონო. წყვეთ ეხა სურვილისამებრ ცეზარი. რომელსაც ხათაშორის არ ქვია კეისრის გამო, თურმე შემქმნელის გამო ქვია, მაგრამ მინიშნებათ ჩვენიერი ჩოჩელის გამო ქვია. ნაპოლეონმაც. 3-3. ნახოთ იულიუს კეისრის ამბავი ჩვენს ვიდეოზე. ძველი რომის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე გაიუს იულიუს კეისარი ძველი წელთაღრიცხვით 60 წელს პირველ ტრიუმვირატს აყალიბებს პომპეუსთან და კრასუსთან ერთად. გალიაში გამართულ ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ კეისრის პოლიტიკური ძალაუფლება რომში მნიშვნელოვნად იზრდება. ამავე პერიოდში იპყრობს ბრიტანეთს და აგებს ხიდს მდინარე რაინზე. პარტიელებთან ბრძოლაში კრასუსი იღუპება. შედეგად ტრიუმვირატი იშლება და კეისარსა და პომპეუს შორის დაპირისპირება იწყება. ძველი წელთაღრიცხვით 59 წელს კეისარი თავისი ლეგიონით მდინარე რუბიკონს გადალახავს და ომს იწყებს. პომპეუსი ეგვიპტეში გარბის. სენატი კი იულიუს კეისარს 10 წლით იმპერატორად ირჩევს. კეისრის ამბიციები რესპუბლიკელთათვის მიუღებელი აღმოჩნდება და 2 წელში მას შეთქმულები კლავენ ლონგინუსისა და ბრუტუსის მეთაურობით. 3-3-ზე გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ გადავდივართ კიდევ ერთ დოსიეზე, ამჯერად საქართველო, ადამიანი და თქვენი უპირატესობა. ნახოთ პირველი მინიშნება. ლიპარტელიანი გასაგებია. პირველი მინიშნება. მე რო კადრში შემოვყავი თავი. ვიდან გეოგრაფიულ მინიშნებს იმენა. პირველი მინიშნება. ეს ვიცაცა. ბიჭო. ეს ყურს ვახშე კიდე არის. პირველი მინიშნება. არ ვიცი. თქვენია. თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა? ყურცასმენები? თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა? დრო. ყველა ხوار მოგცემდით ეგრე. სადა ვართ აბა დადო? ბიჭო, ვერ ვცნობ, ნიუ-იორკერის მაღაზია ტალინს გავს. ვიზუალი არის ტალინი უნდა იყოს თითქოს ან რიგა. ეს ხო პირველი ხო? ხო, ეს ფოთი ვიფიქრე რაღაცა ისეთი არის. არა, აქეთ ეს დიდი ქალაქი რა არის, არა ფოთი არ იქნება. ნახე, აქეთ დიდი ქალაქი. საქართველოს საქართველოს გავს. საქართველოა ენა. რუსთავი ხო არა? გორი. გორის გორსაც არ გავს. გორს გავს ბიჭო. გორი და ტალინის ეცი. იოსებ სტალინი. ხო იყო. სტალინი იყო წინ. არ იყო. იყო თამაში იყო სტალინი. ჩვენ თამაში იყო. არა, გაიქნებოდა ტალინი. ეს რა არის აბა? ეს აი ჩემი რაღაცა არ ვიცი. ნეაპოლი ხო არა? დროშა არა. იმას გავს, იტალიას გავს. დროშა რაღაცა და არ არის იტალიის დროშა. აუ, ძალიან არის არ ჩანს დროშა. ბიჭო, ხუჩა ყვარცხელია ხო არა? და რა? არა ის არა. სამეგრელო თუ არის თქო ან რაღაცა ნეაპოლი.
არა, ნეაპოლის ის. არა, ხო, თუ არის თქო რა იტალიას. არა, ესეთი პლაჟი ნეაპოლში სადა. არა, ნამდვილად არ არის. სადაც სამხრეთ ამერიკა ხო არ არის? სამხრეთ ამერიკასაც გავს რაღაცით, ხო? ბიჭო ეს რა ქალაქი. პირველ მოიცა თანმიმდევრობა მართლა ხო ის ხო არა ხო არ შეიძლება რომ არა. რა ხო არ შეიძლება? არა, ყაზანი, ბათუმი და ის არ არის ხო ნეაპოლის სანსი არა. არა. არა, ბიჭო ეს ევროპაა რაღაცა და თან ბალტიისპირეთის ევროპაა თითქოს ეგრე მგონი ან გერმანიაა რა შეიძლება და სახელი და სახურავები ან ბალტიისპირეთი ან გერმანია. ვინ არის ქართველი, ვინც აი ბევრ ქვეყანაში ნიკოლაძე მაგიტო ვიფიქრე ფოთი ხო არ არის თქო ეს, მაგრამ არ არის ფოთი აშკარად რა. თან გქონდა ნიკო ნიკოლაძე. აჰა. ვა. ციხესიმაგრე არის ხო აქ რაღაც ზემოთ. ეს მესამე იყო თანმიმდევრობა არ გავიცეს პირველი მეორე. ბიჭო ეს რა არის ის შემო? საქართველოს ან არ დაწუნებული. ეს აი ეს სად არის? ესეთი ფორმის. არ ვიცი, ბიჭო, არ. საბჭოთა არქიტექტურა აშკარად ხო ეგრე? ხო. ქუთაისის ხო რა? ბიჭო იმას გავს. გორს გავს თუ მაგრამ მთა არ არის ასად ციხე არ არის გორის არს. აშკარად საქართველოა. აფხაზეთი ხო არ არის? ანუ სულ ამოვიცნოთ რა არის. სოხუმი ხო არ შეიძლება? სოხუმი სამი უნდა გამოვიცნოთ ჯერ რა არის და მე ვივარაუდოთ ვინ არის და ზართო. შეიძლება სოხუმი იყოს. როგორ ფიქრობ? არა, პალმები არ არის. აფხაზეთი არ არის. ბიჭო. ქალაქი რო იცნონ რომელიმე იმათმა ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე. ხო, ზიადებას ბევრს მოგზაურობს და არის შანსი რომ იცნოს. ეს რა? მოედნებია ბიჭო რაღაცა. ხო, მართალია. არა, ეს ორი მოედანია და ეს. დრო. არა ხო, ესე არ გიბიძრო. დრო გავიდა მეგობრებო. მე მგონი არა ხო, არ ფიქსირებთ არაფერს. ჩამოწერეს რაღაცები. წავედით, გასწრეთ. არა. იცით? ყურსასმენები გაიკეთეთ, ინებეთ. რუსიამა. დრო. ეს არის აი აქ მეებით მივხვდით რა წერია Kaufhof გერმანიის ქალაქია. აი გადადი. მოიცე ბიჭო, ეს იწამი, ეს ესე იყოს. ეს რუსთავს გავს ძალიან და მე მგონი რუსთავს გავს. რუსთავია კი. რუსთავის მე ის ხო, რუსთავია. კი და აი ეს ათენს გავს. არა, არ არის ათენი. ათენი არ არის. ზღვა არის ახლოს და ეს სად არის. და აქ რა ხდება? ბიჭო, აი ნახე რას გავს ახლა ეს მოდი იმითში ხმელთაშუა ზღვისპირეთი არის უეჭველი. საბერძნეთის არ არის რამე? ბიჭო, არქიტექტურის პანჩი შეხედოთ, ბერძნული არქიტექტურა არ არის. ესპანეთი შეიძლება იყოს. ბერძნული არქიტექტურა არ არის, შეიძლება პორტუგალია ცალმე. კანის თემა შეიძლება იყოს, საფრანგეთი შეიძლება იყოს. ხო. არა ვიცი დროშა არის აქ რაღაც. რა დროშა არის? ხედავ რუსთაველი ვინ არის? ვინ შეიძლება აქ გერმანიასთან აქ კავშირი? და ეს რომელი ქვეყანა კანია? სულხან-საბაზზე ვფიქრობდი პირველივე წამიდან რა. რა შუაშია კანთან? ან რუსთავთან? ბიჭო, რუსთავის რა გითხრა, მაგრამ ევროპასთან მოგზაურობის თემაში ისე. კაი, რუსთავი კაი ჰიტია რა. სულხან-საბა იყო საერთოდ ის რა ქვია პასუხში? კი. არა, მოიცნე. დროს ავგარო. მოიცადე ერთ წამს, ბიჭო, მათაც ვკითხეს და თქვენს გეტყვით, რომ თანმიმდევრობას აქვს გარკვეული. ხო, ანუ პირველი, მეორე, როგორ ელაგა? პირველი, ეს მეორე, გონა. მესამე. ხო. პირველი, მეორე, მესამე არის ეს. პირველი, მეორე, მესამე. ანუ შეიძლება იყოს ნახე რა. ეს გერმანია არის? არ შეიძლება არის. ავსტრიაც იყოს, არ ვიცი. ავსტრია, შეიძლება ვენა. რუსთავი და აქ ანუ კარჩე სადაც დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა უფრო რაღაცა ესეთი არქიტექტურის თემა არის, ანუ გოთური არქიტექტურა არის, პოლონეთიც არის, ჩეხეთიც არის ეგეთი არქიტექტურა რა. მერე არის რუსთავი და ბოლოს არის რაც ხმელთაშუა შეიძლება ესეც იყოს რა ქვია რა. მოედანი აქ არ არის მოედანი. მოედანი ისა რა ქვია. ასოები გაგონება. რათაუსი არის აქ, რათაუსი არის უეჭველი რა. ანუ აქაც მერია არის და აქაც შეიძლება რაღაც მუნიციპალური რაღაცა იყოს აქ და მაგ ყველაფერთან რა შეიძლება იყოს კავშირში ახლა ეგ არის რა. ეს მე მგონი ლისაბონია. ლისაბონი არის პორტუგალიასთან. მგონი ლისაბონია. ბიჭო. ისა რა ქვია. ნოერამშვილი ნოეჟორდანი ეგენი იყო პასუხებში? რამდენი რომელი გითხრა? ნოერამშვილი იყო? არა. ნოეჟორდანია? არა. გეთქვა არა პროსტა. მერია ხრები რომელი გინდა? თეთრები თუ შავები? რუსთავი მეტალურგია. ბიჭო, ეხლა ნახე როგორ რაღაც არის. ალიკანტე ხო არ არის? ლიეთოფურია.
და ეს საშუალოში ილია თოფურია გერმანიაში დაიბადა რუსთავი არის და ალიკანტე არის აქ და ილია თოფურია. კაი. აუ კარგად გავაძრე აქ ესპანეთის დროშა არის ზევით. всё ეგარ. რა ხდება? ილია თოფურია დავაფიქსირე. დაფიქსირეთ პოსტან. ალიკანტეა ესპანეთია? ალიკანტეში არის. ილია თოფურია. ვაა. ფოთია, ხო ბიჭო ის? არა რუსთავი არის. ხალე რუსთავი და ალიკანტე 4 ქულა. ეს არის ილია ალიკანტე თოფურია. საიდან გააძრე უნამუსო 7-ცა მეგობრებო, შემდეგი მინიშნება იყო ძალიან საყვარელი ესეთი ტექსტი. რუსთავი. მე ვარ ძალიან პატიოსანი კაცი, რომელსაც უყვარს საუკეთესო ქალები, არ მაკლია არც ფული და არც სიყვარული. ცხენზე მოჯირითე მთებში მივდივარ, ვარსკვლავები და მთვარე მეუბნებიან, სად წავიდე. დესპერადოს ტექსტია. ჩემო სიყვარულო, ჩემო შავთვალავ, ჩემი გულიდან. ეს არის მეგუსტრადე დომნი გიტარა. მე გუსტატე ამ ტექსტის მერე იქნებოდა კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც არის მინიშნება ილია თოფურიას მეტსახელზე. კი. ალბერტ სერას ფილმი თავადაც არის მატადორზე. და გადაშლილი რო არის. ბოლო მინიშნებაა ძალიან კარგი. ვიკიპედიის ესა რა ქვია. რა დავარქვა ამას არ ვიცი. ამონარიდი ვიკიპედიიდან. არა, ამონარიდების მიქსტურა რაღაცა. Corto do espanari profesionali olimueri geluanobash orsanti actualmente compite en la división de peso ligero და პირველი ორი დივიზიონის ჩემპიონი დაუმარცხებელი რეკორდით. არის ილია თოფურია. ნახოთ ვიდეო რგოლი ილია თოფურიაზე. 1997 წელს ილია თოფურია გერმანიაში იბადება. 7 წლის ასაკში ილია ოჯახთან ერთად რუსთავში ბრუნდება, სადაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას იწყებს. 2013 წელს ალიკანტეში გადადის და საბრძოლო ხელოვნებებს ეუფლება. ხდება ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი. 2020 წლიდან იწყებს დაუმარცხებელ სვლას UFC-ში. მისი სწრაფი, ტექნიკური და აგრესიული სტილი ყურადღებას იპყრობს. 2024 წლის 17 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ ხდება პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ში. ამავე წელს ტიტულს იცავს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. 2025 წლის ივნისში ჩარლზ ოლივეირას ამარცხებს და მსუბუქი წონის ჩემპიონიც ხდება. ორი წონის ჩემპიონობა კი ილიამდე მხოლოდ 10 მებრძოლმა შეძლო. სამ დოსიეს რომ იძიებს, სამი საქმე რაღა გაგიხდაო, ნათქვამია და მოდით საქმეები გამოვიძიოთ. ახლა პირველი საქმე მსოფლიო ისტორიის მოვლენა და პირველი მინიშნება. პირველი მინიშნება. არის ასეთი. აი ასეთი. თქვენია მეგობრებო, თქვენ კი ყურსასმენები და დროც წავიდა. ბიჭო, რაღაცა მეუბნება, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი რაღაცა მაქესტინა ნახი რუკა, რომელიც პირველი აღქმა დედამიწის რუკის რა და მე მგონი ეს დაჭირდათ ამერიკის აღმოჩენას ხო უკავშირდება, მე მგონი ეს წამს მიცდი აქ მოდი დავხედოთ რა რომელი კონტინენტი აფრიკას გავს ეს აფრიკას გავს კი ეს ევროპა არის ახლა აქ და აქ თამხარეს არის რომ მიდიან და ნორსტარით ისაა და მოდი გავურისკოთ ეგრევე რა ამერიკის აღმოჩენა კოლუმბის იმიდან იმიტომ რომ რავი ახლა ეს მოდი ცოტახანი ეს სამიანია თუ რა გოსწინო არა ეს ის არა ქვენახე რა მე არის მინიშნება მაგაზე მეტად ცინახე რა სუპერდები ახლა აქ არის მე მგონი თითქოს და ან აქიდან რომ მოდიან ეს რამდენი 1 2 3 4 ყელი დედამიწის ამბავი ხო არის ყელი დედამიწის ამბავი არ არის ან რუკა არის აშკარად რომ რუკა არის და აფრიკა არის ევროპა არის აქ თამხარეს არ არის ისა აღმოჩენილი ძალიან ძველია ბიჭო ისინი არა ქვენ ნორსტარით არის აგერ ნახე ყველაფერი აგებული ხო მაგრამ ამერიკის აღმოჩენის დროს ძალიან კარგი კარტოგრაფია იყო უკვე ვიზუალურად ამერიკის აღმოჩენის დროს კარტოგრაფია არ არსებობდა იმიტომ რომ ამერიკა არის სოფელი არა რა მნიშვნელობა რაც იყო იმას კარგად ხაზავდა მაგას კარგად ხაზავდა ძალიან პრიმიტიულია ხა ბიჭო რატო არის ძალიან პრიმიტიული არ არის ეგეთ ძალიან პრიმიტიული რა აღმოჩენები შეგვიძლია თქვა კიდე ავსტრალია
ავსტრალიის ამ ბიჭო არა, ავსტრალიის აღმოჩენა რაშუაში, აი აქ იქნებოდა უკვე შევსებული. ნახე, აქ თავდება, აღარ არის და იქ თანაწილზე. რამე კონსულებსაც გავს ევროპას ნაკრებად. ევროპა არის ბიჭო მოხაზულობა აგერა მისი ის. ხო, ნუ და აგერა ის ბრიტანეთის ის კუნძულიც. ანუ ის ნახევარ კუნძული. აღმოჩენილ აღმო ბიჭო, ანუ ის უნდა იყოს რა, ანუ ყველა კონჩი გაუშვათ რა. ბიჭო, ნახე, აი ლოგიკურად რო ვფიქრობ, ძალიან ისევ ის არ მინდა გამივიდეს ჰიროშიმა, მაგრამ ეს რუკას რო აჩვენებ, ვისაც გინდა ძველს და აბა რა მოვლენა, ყველა იყოს ამერიკის აღმოჩენას. ანუ ძალიან ის არის. ხო და მოდი იცი რა ვქნათ, რამდენადაც ვართულებთ ხოლმე, მოდი ერთხელ მარტივიც გავუშვათ რა. მე მგონია რა მეორე ფულაზე გავუშვათ ჯობია, ჰინც ეგენიც მაგას იტყვიან. ამერიკის აღმოჩენას გამოდის. და მე იმათმა რო სწორად თქვან ისევ თუ ძალიან ჩააჭერ თქვათ ეგრე, მაგრამ მე არ შეგეწინააღმდეგები, თქვა ვისწავლე. ჩაჭერა არა, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის, ანუ სხვა რა უნდა ვთქვათ, ანუ აი აფრიკის კოლონიზაცია. აფრიკის კოლონიზაცია რა შუაში არის, ანუ არ არის აქ. ანუ აშკარად ანუ ნახე ყველაფერი არის North Star-დან დაწყებული მთელი ისინი. ანუ კაროჩე 4 წერტილითაა აგებული ეს ყველაფერი და ეს 4 წერტილი ანუ არის ოკეანეში, არის კონტინენტზე და დაუფიქსიროთ. არ ვიცი, შენ გადაწყვიტე რა. 4 ქულით წინ ხართ, თუმცა ამ შეკითხვაში უპირატესობაც გაქვთ, მეორე მინიშნებაც პირველ თქვენთან. ხო, მინიშნება ჩვენთან მოარ, მაგრამ ანუ შენ უკეთ, შენ განდობ ამ გადაწყვეტილებას. თქვენ როგორც იტყვით. Fuck it, safe play იყოს. იყოს. მე არ დავაბრალა. დაგაბრალო რა შუაში არის, ანუ დაშვებით, კაი, პადრო გავიდა, მითხარით რაშვებით. ეგენიც ოვერსინქერები იქნებიან მეც. ეგეც არის. აუშვათ მიდი. კალა შენიცი. შენიცი კალა. მოვიდა თქვენთან. მინიშნება და შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი. Так, ბიჭო, რა ხდება? რუკა ფორმა რისი აქვს? რაღაცა რაღაცის ფორმა. ფაღალდია რუკა? არა, აბა არის. არ ვიცი, რა ხდება. კედელზე შეიძლება იყოს რაღაც. ბიჭო, რამე მოვლენა, რაც აქ არის აღწერილი? არ ვიცი. ეს გვალი რატო არის აქეთ და? ვარსკვლავები რატო აქ? ან ბიჭო, არასწორად გიჭირავს რა თუ? მანახეთ ამერიკის აღმოჩენა ხო არა? და და ანუ რუკა ხო აქეთ რაღაცა ინდიელები არიან თუ? ანუ რატო გეუბნები, იცი, ესეთი სამყაროს იმას გავს თითქოს მაშინდელი გვალი რო ესე რო ესთვე გონათ? ხო. და კოლუმბის რაუთი შეიძლება იყოს. ვასკო და გამა არ იქნება, ამერიკოს ბიჭი არ იქნება. არა, ტიპი არ არის, ანუ ის არის. მაგელან, არა. საქმე არის დატო, ანუ მოვლენა. მოვლენა ხო. ამერიკის აღმოჩენა ხო. ანახია ვერც. ინდიელოს გვანანდა. კი, გვანანდი. და ვარსკვლავი რატო არის ეს? ნახე რამდენია თან. ხო, და ორი ვარსკვლავი იქ არის, ორი აქეთ არის. რა არის ვაფშე ეს? მაგრამ კომპასია, ნახე, და ჩრდილოეთი აღმოსავლეთი. ხო, ხო. აი, რა ხატია? ფორმა რა, ანუ ესეთი, ანუ აქეთ რატო არის ეს და აქეთ რატო არის ის? ორი რუკა არის? აქ რაღაცა. ეს ხო არ არის აქ გადმოტანილი, როცა უკვე აღმოაჩინეს, ნახე აბა. ეს თემე ხო არ არის გაშლილი აქეთ. იგივე ხო არ ხატია? არა. არა მგონია. რა ხდება აქ ვაფშე? ბიჭო, რავი, რუკა რა, გზები, რაღაცა წერია. და აგერ ისინი არიან, დროშებია ჩარჭობილი, კოლონიზაცია. ამერიკის კოლონიზაცია ხო არ არის? არა. ნუ აღმოჩენა უფრო იქნება ვიდრე კოლონიზაცია რა. გავრისკოთ უნდა თუ რა უნდა? ბიჭო, არ ვიცი, ძალიან ის არის. აბასთან თქვენ შეგახსენებთ როგორც იმათ ვთქვათ 7 3-ია ანგარიში, თუმცა მეორე მინიშნება მათთან. ო, იმათი არის და შეიძლება არ ვიცი, ღირს გარიშვა. ძალიან ბუნდოვანია ამერიკის აღმოჩენა. მაშინ მარტივად მიხვდებიან ისინი. მეორე მინიშნები? აი, მგონია ხო. თუ აქვთ უკვე ვერსია? ხო. იმიტომ რომ როზი აპირებდა თქმას. ინდიელები არიან აშკარად, ხო? ხო, ინდიელებთან დაკავშირებული რა არის? დრო გავიდა. სამოქალაქო არ არის ამერიკაში, რა? კეთილო ხალხო დრო გავიდა. აი, ასტომის ამოწყვეტა თუ ის. რამე უნდა გადაწყვიტოთ. ვიტყვით რა, მაგის ზედაც ვატირე. შენი ამიდის. ვერთობით თამაშობთ. რას ამბობ? სიამოვნებას ვიღებ. ამერიკის აღმოჩენას ვამბობ. რაც ძალიან shot in the dark არის. აი ესე. ძალიან სიბნელეში გავისწორეთ. მივიღო დაფიქსირებული. აუ, ფიქსირე. მე არ ვიცი ახლა. რომელს დაერევით? არა, შენ ბრალი არის ხო, ამერიკის აღმოჩენა თქვით ხო? ხო. ეს არის ქრისტეფორ კოლუმბის რუკა, როდესაც ის დაემართა
რომ ამბობთ რაღაცაზე, მაგის გარდა მაგათ არაფერი არ მოგდის, უნდა ვთქვათ. თითქმის იდო მაგიდაზე ვერსია რა. ამერიკის კარგი ბიჭები აღმოჩენა ხართ. არის სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ვა, 7-7. 7-7-ია. მომეცი? მეორე მინიშნება იქნება. ერთი წალი მომეცი. მეორე მინიშნება იქნებოდა ესეთი. მიირთვით ეს იპა. აპა არის. მიირთვით ეს იპა. ნუ გასაგები. Indian Pale Ale და ამერიკა რო იყო ეს შემთხვევით ხო? ანუ American Pale Ale. ინდოეთი რო ეგონა და ამერიკა რო დახვდა. ვითხრა იმ კაცს. ამიტომ აპა უნდა მომეცა იპას. ბიჭო, რთული გასარის კი 4-ზე რა მაინც. 4-ზე ხო რა დავიცავი რატო იყო კოლუმბია. ამერიკა ვესპუჩის იყო იქნება რა. არა, მე აღმოჩენა მოვლენა იყო გამოსაცნობი და. ხო და აჰა. Safe იყო რა. მაყურებელსაც ავუხსნი ეს აპა არის American Pale Ale და ჩვენ უნდა წარგვედგინა როგორც იპა, ანუ Indian Pale Ale და ანუ ინდოეთი ეგონა კოლუმბსაც ამერიკაში რო ჩავიდა. ამის შემდეგაც ძალიან ლამაზი მინიშნება გქონდა Wordly, რომელშიც უნდა აღმოგეჩინათ სიტყვა ამერიკა, კარგა ხანს თუ დააკვირდებოდით, შეიძლება გეპოვათ. ვიპოვე. აგიდე არის. რამდენიმე. კი, რამდენიმეა. და უკვე ბოლო მინიშნება იქნებოდა აი ასეთი. გემი ხო? იქნებოდა ბოლო მინიშნება. აჰა, გასაგები. სამი გემი. ხო. როგორც პინტანინია და სანტა მარია. 7-7 გახდა ანგარიში ამერიკის აღმოჩენაზე. ბევრი რამე ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ჩვენს ვიდეო რგოლში. 1492 წელს იტალიელი მეზღვაური ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის სამეფო კარის მხარდაჭერით ინდოეთისკენ მიმავალი მოკლე გზის საძიებლად დასავლეთისაკენ მიემართება. სამი გემით, რომელთა სახელებია სანტა მარია, პინტა და ნინია ატლანტის ოკეანეს გადაკვეთს და ცენტრალური ამერიკის კუნძულებს აღწევს. კოლუმბს სიცოცხლის ბოლომდე სჯერა, რომ აზიის ნაპირებზე იმყოფებოდა, რის გამოც ადგილობრივებს ინდიელებს უწოდებს. მოგვიანებით იტალიელი მკვლევარი ამერიკო ვესპუჩი ამტკიცებს, რომ ეს არა აზია, არამედ ახალი კონტინენტია. სწორედ მის პატივსაცემად ეწოდება ამ მიწებს ამერიკა. ეს მოვლენა რადიკალურად ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკას. ფინალი გახურდა და აბრიალდა, იმიტომ რომ 7-7-ია ანგარიში, მას შემდეგ რაც 4 ამბავი გამოვიძიეთ, სამიდოსი ერთი საქმე და კიდევ ერთი საქმეა სოფლიო ისტორიიდან, კიდევ ერთი მოვლენა უნდა გამოვიძიოთ. ამჯერად მეგობრებო, ტატოს და კალას. პირველი მინიშნება ტატოს და კალას ფიქრის უპირატესობით იქნება. მოდით ნახოთ პირველი მინიშნება. ინებეთ. მოვლენა სოფლიო ისტორიიდან, ხო? მოვლენა სოფლიო ისტორიიდან. ინებეთ. დაიწყეთ ფიქრი. გატაკარი ფილმი სადაც ეს ორი თამაშოზე მე მგონი აქ დაქორწინდნენ თუ რაც და შვილი ხო არის ამათი და ასეგებია. მაშინ რამე ეგეთი მოვლენა გვინდა სეტზე გაცნობილი ხალხი რომ ან რაღაცა მოვლენის დროს რო გაიცნეს ერთმანეთი ვიღაცა ცნობილი ბავშვი შვილი გაჩნდა ყავთ? მე. ეგ გამოვლენა ისტორიის. რაღაც უცნაურ სექსის ამბავია. კაი, ნუ კაი. სახელები რაღაცები ჩამოვყაროთ ხა? იტან ჰოუკი, მაია ჰოუკი, უმა ტურმანი. და შვილი გოგო არის ეს მია ჰოუკი. მაია, მაია. ჰოუკ. მაია ჰოუკ, მაია. უმა ტურმანი და ჰოუკი. მაია. მაგრამ ნუ შინაარსობრივი მინიშნება მგონია მაინც იმიტომ რომ რადგან გვარები და რაღაცები არ იქნება რა. ხო. იმიტომ რომ ხო. კატაკარითან მომავალია, ბიჭო სინაარსზე ზუსტად კი აღარ მახსოვს, მაგრამ კაი ფილმია სულ. просто შინაარს ვერ ვიხსენებ ეს ფილმი. ამას ატაკა და გაჩნდა ის. მე ხوار. ვინვის ატაკა კიდე. ჰოუკი არის ცნობილი ტაკებები. კაი, მოიცა დანახე აქ ფილმი? კი, მაგრამ მახსოვს მომავალია და ეს ორი რამე დაპირისპირებული ხوار არის. ბიჭო ეს არის ნახე, ცოტა აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც ეს სისტემიდან ამოვარდნილი ტიპის კონჩი არის რა, ეს რაღაცა სისტემაა. საიდან ეს ტიპი არის ცოტა ამოვარდნილი. აღარ მახსოვს და შინაარსი რა ძალიან ძადრ მაგრამ ცუდი ფილმი არ არის. რამე ისეთი მოვლენა უნდა გაიხსენო, სადაც ორი ადამიანი, ხო. შეხვდა ერთმანეთს და რაღაცა მესამე შედეგი არ ვიცი. და მესამე გააკეთეს. ძალიან რთულია რა გითხრა. და მესამეც ცნობილი ტიპი გამოდგა. ვიღაცა გაჩენა ყოველ იქნება ხო ვიღაცა დაბადებაში შემე. დაბადება არ იქნება. მაია.
მაია გაჩნდა. იტან. მოვლენა რაღაცა ესე უსაფრე. ჰოლკ. ვიღაცა. ჰოლკი ქართულ. რამე ისინი ხო არ და. ჰოლკი ქართულ როგორ არწივი ქორი. უმა თურმა გატაკა. ვიღაც ცხოვრებაში. ანუ აქაც love interest-ია აქვთ? ხო. ეგრე მახსოვს სწავლობდი. так, ანუ ხო არ გაიცნეს და ანუ რაღაცის მეშვეობით გაიცნეს ბავშვი. და სოფლიო მოვლენა აღმოჩნდა ეგ? ხო და რეალურ ცხოვრებაშიც მან გაიცნეს მე მგონი ერთმანეთი მაგ ფილმის გადაღებისას რა. აი სამსახურის დროსო ვიღაცე მაგრამ ბიჭო რა. ბიჭო ხო მოვლენასთან დაკავშირება ძალიან რთულია რა. დრო ამოიწურა. რაღაცაზე ვერ გავდივართ, რაღაცას ვერ გავატარ. რაღაცას ვერ. რაღაცა გავაზეთ. თქვენი შეტევის ჯერია მეგობრებო, აბა. ეს ფილმი უნდა არა, ეს ელფენინგმენ მეგონა უმატურმანს გავს ახლა ეს ითან ჰოკი არის ეს ზევით რო არის. ეს ნამდვილად ვერ ხვდები ვინ არის. მაგრამ მსახიობი ჯეიმს ბონდი არაფერ შუაში არა, პროსტა ანუ ახლა მოიცადე ბიჭო. ეს გამახსენდა ეს. რა ფილმიდანაა? პროსტა აი ამ იმაზე გამახსენდა, გატაკარა შუაშია. ესპანურია რამე? არა, ამერიკული ფილმი გამოდის. ანუ ბიჭო, სამი მსახიობი რო იცი, ეს დაჟე რომელიღაცა ანუ ეს კადრი მახსოვს ახლა რატო ეს რო არის რა ქვია ზოლიანი ზედარავაცვი ახლა ამას ისტორიული მოვლენა რა შეიძლება ამ პერიოდში ძველი პერიოდი არ არის 90-ის ზევით პერიოდი 90-ის ზევით ბიჭო არა შეიძლება მომენტ არა ესეთ დეკორი უფრო 80-იანებისკენ არის ხოლმე რა ანუ ესეთი ისინი რა ესე იგი რა ერთი ფილმიდან არ არის ხო ეს სცენარი სხვა ფილმია არ ვიცი მაგრამ თუ დავაკვირდებით ბონდი არ არის ეს ბონდი არაფერ შუაში არის ბონდი ვაფშე არ თამაშია ითან ჰოკს ახლოსაც კი არ ყოფილა ბონდის როლთან იქნებ ბონდიში არის ეს თვითონ ბიჭო გატაკა არც ანუ არ ვიცი არც მახსენდება პროსა ფილმიდან ახლა ეს კადრები 9/11-ზე რას ფიქრობ? 9/11-ზე რას ფიქრობ და არ ფიქრობ. ძალიან ამერიკის მოვლენა გონია? ბიჭო კი. ამ ბრიტანეთი ან ამერიკა? ამ ბრიტანეთი ან ამერიკა? ამერიკაში მოვლენები თქვა რა? გატაკა თვითფრინავი გატაკა. აუერებს ხო? ისეც მინიშნებას დაადებიან რომ ისინი უპასუხებენ. მაგრამ აქ ნახე როგორი ისაა რა თან შეხედე რაღაცა ისეთი ისა რაღაც კონგრესი არა ეს არის უფრო ეს არის საოფისე სიტუაცია არის თუ დააკვირდები რაღაცა ისე არის ან ჟურნალისტია შეიძლება საერთოდ შეიძლება. ბიჭო აი რა ცუდია რომ აი პროსა კადრი ეს კადრი მეცნობა რაც არის ხო ეს აიდან მეცნობა პროსა ვერ ხვდები. პანდემია არა იყო. და პროსა იდეები დებილურად უყაროთ რა. რაც შეგვრჩება მაგითი უნდა ისქნათ რა. ამერიკაში სოფლიო მოვლენა ვთქვათ რა რომ ესენი რამე კავშირში იყვნენ იმ ალბათ ამ მაგ პრობლემის წინაშე არიან ამ კადრში ან ისე ვინ არიან ესენი გაშფრეთ? ანუ ეს ითან ჰოკი არის, უმა ტურმანი არის, ეს მსახიობი ხალი არ მახსოვს ვინ არის, მაგრამ უბრალოდ აი ეს კადრი ანუ ეს ეხლა რომ ნახეს ლურჯი ზედა და იმითი მაგითი გამახსენდასავით სადღაც მაგ ნანახი, მაგრამ საიდან მაგ ეს ვინ არის რა თქმა ითან ჰოკი არის მსახიობი ეს უმა ტურმანი არის ხო? უმა ტურმანი არის? არ გავს. რავი, გავს. პროსა ცოტა ასაკიანსა ესა შედარებით ახალი ფილმი გამოდის და არ მაქვს ნანახი ეს ფილმი. თუ არის რამე. ვერსიები ვთქვათ მოვლენების რა ამერიკასთან ახლა ხო არ ჩამოვწეროთ მე ეგ მოვლენები და თან ნახოთ მეორე მინიშნებაც, იმიტომ რომ დროს ვაძლევთ იქით ამ ხარისაც რო იფიქრო. ჩვენ კიდე ნაფიქრო გქონდა ამაზე რაღაც და ვერ მივედით ვერაფრამდე. სამი ქულა იქნებათ. ხო, სამი ქულა არის. და 4-იან ჩვენზე არის. ხო, და 4-იან ჩვენზე არის ქართული მოვლენიდან დრო გავაჩეროთ თუ შეიძლება და განვაგრძოთ. კეთილი. ჩემთან ყველა იგივე. შენ ხომ ესაა მინიშნება? მეორე მინიშნება. ჯერ მეორე მინიშნება, მეგობრებო. რა ვერსიები ქონდა? აი თქვენ? ითან ჰოკი რო არის? მეორე მინიშნება არის ნახატი. აბა მგონი არ ვიცი და ქვია. ის არ ვიცი. ნახატი. და თქვენია ფიქრის უფლება, ჯელობის, განხილვის, ყველაფრის უფლება. ბიჭო, რა ხდება ე? და ცუდ ხარისხში რატო ვარ რომ გავარჩიოთ? არა, უბრალოდ ესე მოხდა. ეგ არ არის მინიშნება თქო.
რა ხდება? გუგლმა ვერ ამოაგდო უკეთესი ხარისხით. ოკეი. ნახატიას გავს იდეა არის ალბათ 64-ის, ხო? 64. ხო? ალბათ აქ რაღაცა სამსამჟავრო არ არის, აქ გავს ჯვარცმას, ეს რაღაც უთხრეთ ცნაურად ხო, აქეთ კვადრატებია. არ ვიცი, კვადრატებია. დაბნოში. ეს შეიძლება ქრისტეა, შეიძლება, ხო? რაღაც არა? მოსე ხო არ არის? მაგრამ ბიჭო 64-ს უფრო არ გავს ახლა. დაბნოსაც მაგრამ ნახე, ზემოთ 64-მა, ქვემოთ 64, ეს 64 არ იქნება, ანუ ეს ხდება ქვემოთ 4 ტიპი. ერთმანეთს იარაღს უმიზნებენ, ხო? 4-ვე ტიპი. კვადრატში დგანან და იარაღს უმიზნებენ ერთმანეთს. და ეს გაუთავლად გრძელდება, ხო? ხო. ბიჭო ეს ვინმე ციკლია რაღაც. ვიღაცის ნახატია და მაგითი შეიძლება. ვიღაცის ნახატია კი. არა, ხო, მაგრამ მაგით შეიძლება მივხვდეთ თქო, მაგრამ აი ეს კაცი მოსე ხო არ არის, რომ ავიდა მთაზე და რომ ჩამოვიდა და საშინელება რომ დახვდა თქო. 10 მცნება. ისტორიული მოვლენა უნდა იყოს. ისტორიული. ანუ ბიბლიაშიც არის რაღაც ისტორიული მოვლენები, მაგრამ არა, იქ 10 მცნება მინიშნება. ხო, ეგრე შეიძლება. შიშტოვსკის დაბადება. აი, ეს და ეს ნახატი, ახლა რამენაა. არ ვიცი, აი ვერანაირი აი ზისა და მთვარის შეხვედრა, რაღაცა კაცი, ქალი და კაცი შეხვდა ქალს, ხანდახან სამსახურეობრივ მოვალეობის დროსაც ხდება ხოლმე ესე. აი, ნუ უყარდება თვალისწინებელი ცნობილი წყვილის საერთო რაღაცას აკეთებენ და შვილი უჩნდებათ ხოლმე. ისტორიიდან რაღაც ფაგანდი. აი ეს აგერ ეს მაგალითია ეგ. წრესი რა ხდება ბიჭო, ანუ რაღაც უჭირავთ რა. ვარა შენებენ რაღაცას. ვინ მხატვარი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ამაზე გაგიყვანდა, თქვა 3 ცნობილი ვის ცნობილი წყვილი ვინ იცი ამ სოფლის ისტორიიდან. ჩემო რა, აი რამდენია. ძალიან დიდი მოვლენა რა. რამდენია. და 64 heaven. რამე 7 ცოდვები ხო არ არის? ანუ კვადრატებია, 4 დროი წურება მეურება. 4 ტიპია, 64-ია, არ ვიცი. მოვლენა, ხო? ხო, მოვლენა უნდა იყოს თან. გავიდათ რო, დადო. გადავცეთ? თუ გინდათ რა ვიცი. ისე არ გვაქვს რა. მოვლენის არ გვაქვს. არა, გადავცეთ. ზეა. აიცა? თქვენკენ მოდის საფიქრალად ეს მინიშნება. რო. დროც წავიდა. მოკლედ ეხლა ჩვენ რაზეც ფიქრობდით იყო, ანუ ეს რა მეორედ მოსვლა Judgment Day-ის ამბავი, ამას თუ შევხედავთ რაღაცა ისეთი ის მომენტი არის, რომ რაღაც შეშინების თემა იყო რა და Y2K მოვლენა და ისტორიული მოვლენა შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ? რა, მილენიის გასვლა რა, ანუ Y2K 2000-იანები რო დაიწყო, მაგრამ ეშინოდათ რომ შიში რო იყო თუ გახსოვს. რომ მთლიან ისტორიული მოვლენა ეგ არ არის. ხო ეგეც. თეორია რაც არ მომხდარა, ვერ იქნება მოვლენა. მოვლენა. მაგრამ ეგ იყო და ანუ კონსპირაციული თეორია იყო, რომელიცაც იმენა ყველას ეშინოდა მაგაზე. მოვლენა აუცილებლად, შეიძლება სხვადასხვა წყარო ჰქონდეს, მაგრამ ისტორიოგრაფიისთვის რაღაც დონეზე მაინც უნდა იყოს დაშვება მისი რეალობის რა. ანუ კაროჩე ეს რაც აქ არის, აქ მაინც რა ხდება? შეიძლება ეს მოიცა, შეიძლება ეს ფილმი ხარ მაგ რანახი, მაგრამ საერთოდ არ იყოს თანამედროვე პრობლემა და იყოს რაღაცა თრილერი ან ფენტეზი, რომელიც არის ქრისტეს პერიოდზე, ხო ეგეც sci-fi ფილმები. და შეიძლება იყოს საერთოდ აღდგომა. კაროჩე რაღაცა იმაზე აღდგომა ხო დამტკიცებული ფაქტი არის. მეცნიერულად. არქანჯელი არის ეს. არქანგელოზი არის, ხო. ეს ხალხ შეუგავია. ანუ ბიჭო, ეგ ნახე როგორ რაღაცა არის რა, ანუ აშკარად რა ესენი არიან რაღაცა იმის პონჩი არის. მე მგონი ბიბლიიდან რა ამოვიდეს საერთოდ რა, მაქსიმუმ მეტაფორად და დიდი დეპრესია, ის ანუ მოიცე Four Horsemen-ის თემა გაიხსენია აბა ერთი. რაზე შეიძლება იყოს ეგ? აგერ არის Four Horsemen-თან სულად გადაბლარული. ეს რა, ეს Four Horsemen-ი არის აქ სულად გადაბლარული. რაზე შეიძლება იყოს ახლა? ეს 4 კვადრატო არიან. არ ვიცი. მე მგონი ძალიან ვარ დროს სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. საერთოდ ცხანავთ ვიფიქრე. უნდა რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ, რომ ნაკლები გრჩება. 60 ჯოჯოხეთი. მაგრამ ეს ქრისტეა სავარაუდოდ. ეს ეს ქვევითა ჯამასული. ან ბიჭო აი აქ 4 დაბადება რებორნი. ბიჭო აი რა უნდა იყოს, რა უნდა იყოს ეგ არის ღმერთის განკაცება. კაი, ორ ქულაზე გადავდივართ აქიდან და მარტივი იქნება. გავიდათ რო. სხვა რა გზა არავითარი პასუხი არ გვაქვს. ისეთიც არაფერია რომ გარისქვა ღირდეს. არაფერი ხელმოსაჭირი არ გვაქვს. არ დაუფიქსირებიათ არაფერი ოზის დაზიათ. სახელზე ჭუნვარება.
და შესაბამისად შემდეგი მინიშნება თუმცა ეგრევე გამოიცნობთ. მოგაწოდოთ. შემდეგი მინიშნება კურსასმენები და დრო. კურსასმენები წავიდა მუსიკა. შეიძლება ერთი წიგნი რა ვიღოთ. არა. ეს იგივეა, ხო? გურამანჯის პირა. აქ არის ეს სერიალიც იყო, როგორც მახსოვს და ტვინის ოპერაციას აკეთებენ. ხო. სერიალში. რომლებსაც შესაბამისად წიგნში. აი, ეხა ერთი და იგივე წიგნია, ორი სხვადასხვა. ერთი და იგივე წიგნია, ორი სხვადასხვა. ხო. ბიჭო, რაღაც სისულელები ვიფიქრე, ჰიროშიმა, ნაგასაკი ვიფიქრე, მაგრამ შუაშია ესეც. სიკვდილის დაბადების ამბავში. ატომური ბომბის ის ხო არის თუ რა მოწ. ტვინიც იმას აფეთქების ფონში? გაავს თუ რა? აი, რა ხდება ამაში კი აღარ არ მახსოვს. უჩანიშვილი თამაშობს ეგ არის? ანუ კრიმინალის იმას უნდა რგავენ, რა ქვია. გონებას. კლდება, უნდა მოკავენ თუ რაღაცა, უნდა მის გონებას ტვინი უნდა გადაუნო. უნდა რგავენ, ტვინს უნდა რგავენ. არა, ტვინს უნდა რგავენ კი არა. ხო, ტვინს უნდა რგავენ ახალ ტიპს. კაი. მერე ისე DNM აიცა, DNM-ის ის ხო არ არის გაშიფრვა. არა, შუაშია. DNM-ის გაშიფრვა? კი, ბიჭო, ამას გავს, იმას DNM-ს გავს ეს. ხო, გავს და ეს ორი სხვადასხვანაირი ფერები. რა ფერები? ესეთ ფერებში არ არის ხოლმე? არა, X და Y ქრომოსომები, XY ქრომოსომები ალბათ. ალბათ ვერსიაა, მაგრამ DNM-ის გაშიფრვა ალბათ რა. ორი მაგიტოა ეს ალბათ რა. ხო. ბიჭო, რა შუაშია თავის გადანერგვა და ტვინის გადანერგვა? არ ვიცი და რა ვქნა. მაგიტო უნდა ვცემო. მაგიტო უნდა მირთხა. წითელი ფერები, DNM-ი, ანუ შვილი DNM-ი, აი აქ ძალიან ვეპოტინებით ეხლა რომ ეს DNM-ი. ბიჭო, გავს რა. მაგრამ მარტო ერთი ნაწილი გავს და სხვა რა შეიძლება. მეტი რაღა უნდა იყოს სპირალია იმისი DNM-ის. ხო. იშვილია ორი ადამიანის და ორი არის ნახე X და Y. ამას ქრომოსომი. სპირალს მოვიტანდნენ იმიტომ რომ არა, ვეცოდინებოდა შინაარსი. შეჩვენა სპირალი. თვითონ სპირალი. ფორმა შეჩვენა DNM-ის სპირალია. მე მგონი. ეგ არის ხო ალბათ. მე მგონი ეგ არის. და ეგ არის. X-ი ვერ ვიპოვეთ. ეგ არის ტარგანი. X-ი როგორ ვერ ვიპოვეთ, აგერ არის. Y-ი აქ სადმე იქნება. იმას გავს ბიჭო. ნახე, ის არის. ქალის საშვილოსნოს გავს. ძალიან გთხოვ ტატო ეხლა. გავს, ისინი ვიყო საშვილოსნო. დრო გავიდა. ხო. აი, რას მოფიქსირებთ? ვაფიქსებ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის გაშიფრვას, DNM-ის გაშიფრვას. დააფიქსირე. კი. დააფიქსირეს ვერსია, დააფიქსირეს. ეს არის თქვენ რა გაქვთ? ხო, დავაფიქსირეთ თქვენ რა ვერსია. მიდი კაცო. ეს არის სწორი პასუხი, მეგობრებო, ეს არის სწორი პასუხი. ეს არის სალვადორ დალის ნახატი, რომელსაც ქვია გალასი, დალასი, დეზოქსირიბონუკლეინ მჟავა. DNM-ის სპირალია. სუმაგაზე ფიქრი რა იყო? DNM-ის აღმოჩენა, DNM-ის გაშიფრვა, DNM-ის DNM-ი იყო მომდენა. X-ები და ყველაფერი დაინახეთ, რაც არც გვიფიქრია რომ იყო. ეგეთი სპირალი იმაზე მე. DNM-ი შედგება ორი სპირალისგან და ორი სპირალი იმიტომ მოგეცით. ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სპირალია DNM-ის კიბე. გატაკა არის ფილმი, რომელშიც იტან ჰოუკი და უმა თურმანიანი ცოლ-ქმარი თამაშობენ. მაია ჰოუკი არის მათი შვილი, მაგრამ გატაკაში მაია ჰოუკი ბუნებრივია არ არის, რომ ჩვენ შვილის ამბავი. გარდა მაგისა, გატაკა იშიფრება საერთოდ DNM-ს უკავშირდება ეგრევე. DNM-ის შემადგენელი ნივთიერებები არის გატაკა. შენ რო იხსენებდი რაღაცა სისტემა არისო, DNM-ით გამოყავთ იდეალური ადამიანები და ეს არ არის იდეალური, ხო? და იტყუება ვითომ იდეალურია. და ცდილობს რომ ბუნებრივად გახდეს იდეალური, ხო? წავედი უყურო. მე ფილმზე ნახაძე და რა საინტერესო წარიმართა ეს კითხვა, ესე ბოლო მინიშნებასაც გაჩვენებთ. კაია რო ავიღეთ მაინც რა. ორი ფულაც კაია. ეს არის ბოლო მინიშნება. ხო. Watson და Crick თავის გამოგონებასთან, გამოგონების მაკეტთან ერთად, ასე. აღმოჩენა. საიდანაც ჩვენს მოვტეხეთ როზალინ ფრანკლინი. როზალინ ფრანკლინი არ მხოლოდ ისტორიამ ჩვენც ჩამოვჭერით. ას ვიზამთ.
ძალიან აშკარა რო არ გამختარიყო. ნუ აქ გავს ეს უკან დნმ. ეს იყო ნახდად ეს ისა მინიშნება? კი, პირდაპირ ეგრე ქვია ნახած, დნმ-ის აღმოჩენას მიუძღვნა და დნმ-ს გავსო ესო და მეთქი რაღაცას იბოდიალო. არა, ეგ არის. გალა არის ცოლი, დალი არის თვითონ დალასი დეზოქსირიბონუკლეინმჟავა ქვია პირდაპირ ამ ნახატს. 9-7 ვნახოთ ვიდეო რგოლი როგორ აღმოაჩინეს დნმ-ი კრიკმა, უოტსონმა და როზალინ ფრანკლინმა. 1869 წელს შვეიცარიელი ბიოლოგი ფრიდრიხ მიშერი უჯრედის ბირთვიდან გამოყოფს ნივთიერებას, რომელსაც მოგვიანებით დნმ, ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა ეწოდება. 10 წლეულების განმავლობაში მისი ზუსტი ფუნქცია უცნობი რჩება. 1950-იანი წლების დასაწყისში ქიმიკოსი როზალიnd ფრანკლინი რენტგენული კრისტალოგრაფიის გამოყენებით იღებს დნმ-ის დიფრაქციულ სურათს, ცნობილ ფოტო 51-ს, რომელიც მოლეკულის სპირალურ და ორჯაჭვიან ბუნებას ნათლად ასახავს. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს სურათზე და მონაცემებზე დაყრდნობით 1953 წელს ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი დნმ-ის ორმაგი სპირალის მოდელს აქვეყნებენ. აღმოჩენა მეცნიერულად ხსნის გენეტიკური ინფორმაციის შენახვის და გადაცემის მექანიზმს, რითიც თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის განვითარებას ეყრება საფუძველი. 9-7 ორი ქულა სხვაობა. ტრეილერი რო არსებობდეს ამ თამაშის ეგეთი იქნებოდა. ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე გადაწყდეს. ერთი საქმე უნდა გამოვიძიოთ, ამჯერად საქართველოს ეხება ეს საქმე და ზიაც და ოზის ეკნებათ ამ საქმეზე ვერსიის დაფიქსირების უპირატესობა. ნახოთ პირველი მინიშნება. თვითასო მეგობრებო, პირველი მინიშნება. თქვენია ფიქრი ამ შემთხვევაში. 204 ლიტერას გამოცემა არის, მაგრამ ნახე რა არის, სამივე არის ეს რა ქვია, ოტელო, ჰამლეტი და მაკბეტი არის, სამივე არის დადგმა და ქართული თეატრის დაარსება ხო არ არის ეგ არის. 2004-ში? 204 ლიტერა აწერია, მაგრამ სხვა რაღაცა არის, შექსპირის ნაწარმოებები არის და შექსპირის ნაწარმოებებით როგორც იყო წესი დარგით ქართული თეატრი მაგითი ესაქნა რა ქვია. გაიხსნა. გახსნის მინიშნება ეს. გახსნა და დაარსდა მე მგონი ალბათ ეგრე არ ვიცი. დარწმუნებით თან ვერ ვამბობ, მაგრამ საქმე იმაშია რომ ანუ მარტივად უნდა ვიფიქროთ. ახლა მაინც მარტივად უნდა ვიფიქროთ ზიად, იმიტომ რომ overthinking-მა არა, წინა ესეთი კითხვა მოვიდა, მან მარტივად რა უნდა გეთქვა. არა, მაგაზე არა, იმის წინაზე კი იყო. სტრატეგიულად ახლა იმას ფიქრობთ, რომ 4-იანზე გარისკო, 4-ხულიანი. და რაზე ფიქრობთ? თეატრის დაარსებას. თარგმანი არის ყველაფერი. შეხედე. ქართული თეატრის დაარსება გქონდა. ოპერის თეატრი. მაგის მინიშნება ეს არ იქნება რა. ეგ არა. თარგმანი. ლიტერა 2004-ში. რაც წერია, კარგად შევხედოთ რა. ლიტერა ტრაგედია არის ყველა. ქართულ ენაზე თარგმა შეიძლება იყოს მოვლენა. პირველად ქართულ ენაზე დაიდგა 2004 წლამდე არ დადგმულა შენი აზრით? ქართულად? რა, რეალისტურია რომ არა, სხვა ენაზე იქნებოდა ქართულ თეატრში რა. საერთო არ იქნებოდა. 2004-მდე როგორ არ იქნებოდა, კაი ხო წო. ჩვენები ხო წავიდნენ და სადმე ითამაშეს. 2004-ში ეგ შესაძლოა. აუ ბიჭო 2004 წელი რაზე შეიძლება იყოს? ანუ სახელები ამებს რო წავიდეთ შექსპირი, ჰამლეტი, ოტელო, ჰამლეტი, მაკბეტი. ოტელო, ჰამლეტი, მაკბეტი. შექსპირი თარგმნა ქართულად? აი 70-იანი შენ ნათარგმნი როგორც მინიმუმ მახსოვს რა. ეგრე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. 2004-იანი პროსტა ეს არის რაღაც ანუ ყდარა ან ხო რა. არის ცოტა რა მოხდა რევოლუცია მოხდა. რა რევოლუცია ვარდების რევოლუცია 2003-ში იყო. და მაქედან რაღაცა მოხდა. მალევე. რევოლუციიდან. დრო გავიდა მეგობრებო. მინიშნება გუნდა რა. თქვენი უპირატესობა ამ რაუნდში კი. არა გადავეცით მგონი ამერიკის აღმოჩენაზეც იყო ეგრე და. არა, ნუ რაღაცა მყარი ვერსია არის ყოველ შემთხვევაში. არა, ეს ხო მოვლენა. ეს მოდიში. არის ბილეთი კი არა, ნახე ეს აქ მეთქმული. აფიში თარგმნაო და თარგმანი. ციგნებია.
ალბათ, რა, ხუთმოქმედი ტრაგედია, წიგნები, არ არის აფიშა. თეატრის აფიშა მეგონა. ხო, მე ეროვნული ბიბლიოთეკა, ვარშავ თარგმანია. თარგმანია. ეს 4 წელი აწერია. ხო. საქართველოში დაზგის შემოტანა 4 წელი თუ აწერია. არა, ну, მოვლენა ხოშება იგი იყოს, კაცო, მინიშნება ეს, მაგრამ მოვლენა შეიძლება იყოს დაზგის შემოტანა. გურამიშვილმა არის. გურამიშვილმა კი არა, ვახტანგ მეოთხის დროს. მეექვსე. ვახტანგ მეექვსეს, ხო, ვახტანგ სულხან საბას დროს და მაგ დროს შემოვიდა. დაზგის შემოტანა. მნიშვნელოვანი მოვლენაა ხა. სტამბის და აიყო, ეგ იყო. ოკეი. გადაუხვია ფული, ნახე, თარგმნა კი წერა ლიტერატურის 4-მა. ძველია. ნახე როგორ წერა ჰამლეტი. ძველი არის აშკარა. ვიზუალი ძველია რა. ქართველი ადამიანის ცხოვრება სხვა რაღაცა ის ხო არ არის გან ეტაპი რა ოტელოში რაც ხდება ჰამლეტში მაკბეთში როგორ ჰამლეტში ვიღაცის ცხოვრება ხო არ არის ოტელო ჰამლეტი არ ვიცი ისე ვერსიებად ვამბობთ რა პირველი მეორე მესამე თანამდებობების აი პროსტა ვამბობთ რა თულია საკმაოდ ძალიან თულია შენობებია ხო ყველაზე მთავარი ეს კაი ეს რა არის ვაფშე ხახტები ეს ვერ ხვდები შენობაც არ არის თუ რა ძალიან ძველი ანტიკური შეიძლება იყოს ეს ვაფშე შენობები ეს გავს არა არ გავს ეს რუსეთი ხო ეს შეიძლება ის იყოს რა აზერენცის სახლის წინ არა არა ესების დადგმა და რაღაცა არ იქნება მოვლენა ეს თვითონ დანია ხო არ არის თქვა ეს ადგილი ეს არის ოტოს საათად ოტო მავრები არ არის რა ხო მოქმედება სად არის არ ვიცი მაური ოტელო იტალიაში ჰამლეტი დანიაშია გასა ვენეცია და ქართულია ხო ხო ქართული მოვლენა იქ ვენეცია ყველგან და ქართული ვენეციაში ქართული მოვლენა არ ვიცი ასე არ გავლის ვერონა რა შუაშია საქართველოს საქართველოს ერთ-ერთი ვიფიქრე რა მოვლენა არა ვერაფერი არ ვიცი სამი კაი შემდეგი მინიშნება მაშინ ვახო მოიცანით ხურსასმენები იმიტომ რომ მეორე მინიშნება უნდა წაგიკითხოთ ეს არის ტექსტი და ეს ტექსტი მოისმინეთ ტექსტი არის ასეთი მოკლედ ეს არის ჟურნალ El Pasos ჩანაწერი 1915 წლის 3 აპრილის ნომერში ეხა ჩანაწერი ამბროს ბირსი წერალი და ჟურნალისტი გასულ გაზაფხულს ვაშინგტონიდან გაემგზავრა ვერაკრუსისკენ ამერიკულ ექსპედიციასთან ერთად. გასული წლის სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება მისი ადგილსამყოფლის დასადგენად. მისი კვალი ჩიჰუაჰუას ქალაქამდე მივიდა, საიდანაც ის გაუჩინარდა. ხურსასმენები და დრო თქვენთვის წავიდა. აი, აქ კივორდები რა არის? 1915 დისი ვერაკრუზი, El Paso, მექსიკა წერს. მაგრამ ჩიხუაჰუა მექსიკაშია. ჩიხუაჰუა მექსიკაში არის, მაგრამ მოდი ეს და კვალი დაიკარგა ვისი? სამხრეთ ამერიკა, ვის შეიძლება ეძებდნენ სამხრეთ ამერიკაში? ჩე ფიდელ 1915 საქართველოდან არა ხომ არა შეიძლება მეტაფორით გავიდეთ ხო? ამბროს ბირსი დაიკარგა, ამბროს ბირსი დაიკარგა. ამბროს ბირსი წერს მაგას. ამბროს ბირსი წერს თუ ამბროს ბირსი დაიკარგა. ჟურნალ El Pasos ჩანაწერია 1915. ამბროს ბირსის ეძებენ? ამბროს ბირსი, წერალი და ჟურნალისტი. წავიდა. გასულ გაზაფხულში. დისიდან ვერაკრუსში და ჩიჰუაჰუაში უჩინარდება. რა ცუდი არის, როცა იმენა ვერ ხვდები ვერაფერს. ბიჭო, რა შუაშია? მეორე მინიშნებაზე კარგად დავფიქსეთ რა, 1915 არის პირველი მსოფლიო ომის პერიოდი. ეძებენ ამბროსი ეს, ოკეი. დაიკარგა, გაუჩინარდა. ამბროსი ხო არა ხომ მინიშნება? ამბროსი ხო არის, ხო? მაგრამ მოვლენას ვეძებთ რა შუაში? მოვლენას ვეძებთ. დრო გავიდა მეგობრებო. 1915-ში ამბროსი ხო? ხო. არა, მე 15-ში ეს ბირსის ამბავია. ხო, არა, ბირსის ამბავი არის, მაგრამ ხო, აუ, კაროჩი. გონიათ რომ ამაზე მიხვდებიან ისინი, მაშინ ჯობია გარისკოთ. მე მგონი რევოლუცია 2004-ში უკავშირდება რევოლუციას როგორც წესი და 2003-ს. ჩანწერა შუაში, ზედმეტად. რევოლუციის სადღაც მექსიკაში რევოლუციონერთან რაღაცა კავშირში იქნებოდა. დროის ამბავი გავიდა. კაი.
თქვენი ჯერია თუ გინდათ გაგიმეორებთ ტექსტს, მაგრამ რაღაცა ისეთ შრომაში იყავით, რომ თითქოს რამე გმოხდით უკვე. რა შევ ვიხსენებთ? ქართველი ადამიანი, რომელიც სახელიდან გავიდა და გაუჩინარდა და აღარ გამოჩნდა და კვალი იკარგება, ეს იყო 1890-იან წლებში და მახსოვს რომ აზე იწყება გვარი და ბერვატი პერიოდში. რას გეუბნები შეგარგეს მის პრაგვარი. აზე მახსოვს ქუჩაც გვაქვს მაგ ტიპის. შემდეგი მოვა ქუჩა და დაველოდო. ცენტრალური უბნების ქუჩა მოვიდა ეგ უნდა იყოს მაგის ქუჩაც. სოლოლაკში არა, ვერაზე ცხოვრობდა. სადაც და იქ. ხო, სად არის ცხოვრობდა. და არაუდობენ რომ დინარეში წყალში გადავარდა. ияშვილი არის მან სოლოლაკში. დადიანია, ტაბიძე, ინგოროყვა, კი ბატონო. ინგოროყვა ხო არა, ბიჭო. არა, პატრაკება რა. ან ეს ტიპი როგორც გაუჩინარდა, იმასთან არის ალეგორია ამ ჩვენი გამოსაცნობი ტიპის, ხო? ვინც გავიდა. ხო, რაღაც ესე გავიდა. არსენა, ყიფიანი? არა. რაღაც ყიფიანი? ვინც ყიფიანი? არა. თუ ყიფიანი? კი, ყიფიანია მე მგონი ბიჭო. მე მგონი ყიფიანია. თიმიდა ყიფიანი? ხო, არა, პატრაკებ, არ ვიცი. მე არ ვიცი, ყიფიანი მახსოვს. აყიფიანი შეიძლება. აყიფიანი. აზრი არა, ნახე. გვარს მაინც ვერ ვიხსენებ ტიპს. შემდეგ ნიშნება, უეჭველი ეს არის. ხო, ბაზარი არა. გამორიცხულები რა თქმა უნდა. ედგარ ალან პო არ იქნება ქართველია, ხო? კი ბატონო. გაუჩინარებული კიდევ. როც გავიდა, მეტი არ ვიცი. აი. არ მახსოვს. ანუ აზრი არა. არა, ვიტყვით. იტყვით. არა, რატომ თქვა კაცო? რატომ უნდა თქვა? არ ვიცი, თქვენ განსაცდელი. არა, იქნება არის დაველოდოთ კაცო. იმათ ნახე შეიძლება ვაფშე არ აქვს ვერსია და ვერ თქვან და ჩვენ თქვა. არა თქვა. კაი. მაგრამ არ მგონია ისეთ ნიშნა მოვიდეს, რომ სახელგვარზე მიგვანიშნა. რა ვქნათ? გადავიდეთ. გადმოვიდა, ხო, არა, არ დააფიქსირეს არაფერი და მე უნდა მოგცეთ მესამე მინიშნება. მესამე მინიშნება, რომელიც თქვენ გათანაბრების შანსს მოგცემთ სხვათა შორის. აი ეს გახლავთ მესამე მინიშნება. ამ მინიშნებაში ჩვენ პატარა ცვლილებები შევიტანეთ. ინებეთ. აი, დავიფუჭეთ. ჭავჭავაძე ფოტოზე ვისეთამაშო. ამან დააფუძნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ხო. ბანკი. აქ შეიძლება იყოს ან ილიას კვლელობა, ან მაგის და წერა-კითხვის დამაარსებელმა საზოგადოებამ შეიძლება. ან გამომცემლობა, რა ერქვა იბერია. გაზეთი იბერიას დაარსება. ლიტერა. მოიცი ისე წერია, რომ აქ არის მოჭრილი რაღაცა ისინი, ბიჭო. მე მგონი, არა? არა. ილია არის? მაგრამ შეიძლება არის. იმიტომ რომ თმები ხო. და აუ ეხა იმენ თავი იდიოტად მგონია ვაფშე იმენ. ილია არ არის, ეხლა გავგიჟდები ილია თუ არა. ზია შეიძლება ჭადრაკის რამე შუაშია ეს აქ, მაგრამ გადავიწე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება. მოდი აქვს წერა-კითხვის საზოგადოების ჩამოყალიბება, კაი, მოიცა ეხა. ან ილიას კვლელობა ხო არა? ეს რა შუაში არის, ანუ ელპასოს წამურთან ილიას კვლელობა. ბიჭო, აქ რამე რომელიმეში მოკლა ხო ფიგურირებს სამივეში. სამივეში. ხო და ილიაც ხო მოკლეს. და ეს ტიპიც. ხო ეს ტიპიც. ვისი ილიას კვლელობა იქნება მან? წიწამურთან, წიწამურის ტრაგედია. ილიას კვლელობაც ჰქონდა. ეს შეიძლება საერთოდ ილია არც არის. იაკობ გოგებაშვილია. გამოიცა. გოგებაშვილია. Sorry, my brain is not training. Twin აღარ twin-ობს. დადებილებულია. ორქულიანზე გადავა, ხო ეს ხა? ეს ორქულიანია ეხლა იმათზე გადავა. ეს არის ორქულიანი, ოღონდ გადაც იმათზე მე თქვენთან მოვა ერთქულიანი. ორი ქული წინ არიან, მაგრამ თითოეული ქულა შეიძლება ბოლო რაუნდში მოვანი. რა შეგვიძლია დავაფიქსიროთ თუ რამე? წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს იმ შემთხვევაში თუ ილიაა. ქონდა. და იყო. და ეს თუ იაკობ გოგებაშვილია მაშინ ან ბიჭო, ელპასო, ამბროს პირსი რა შუაშია. აუ, კაროჩე, არა, გადამწვარი ვარ. ვეღარ ვაკავშირებ ვეღარაფერს. ანუ არ აფიქსირებთ არა, სწორად მოხდი. მაი მართლა გადმოვიდა? გადმოვიდა. ამოუწყდით. გაიკეთეთ ხურსასმენები, არ ვიცი ნამდვილად გაიხსენებს თუ არა, რასაც იხსენებდნენ. აი, რა ხდება რა?
ლორან ბლანივით რატო აკოცე კალას თავზე? შეიძლება გაიხსენა და შეიძლება არ ვიცი. არა, ეს მეუნებოდა რომ ისა მეში რო არისო ფილმშიო. ჭავჭავაძეა ხო? მეში. ბიჭო, ბოლოს ნახე ილია, მაგის არა ქვია. ხო და ყიფიანია. მეც ეგრე მახსოვს, ხო? ანუ ეგრე მახსოვს. აი, ნახე გელოვანი დაწერე, გელოვანი უფრო მეცნო. ბიჭო, გელოვანი არის იმაში, რა ქვია, არჩეულებრივ გამოფენაში, ჩვენ ქალაქში ეგეთი დიმიტრე გელოვანი. ესე იგი დიმიტრი ყიფიანია. და ძალიან გადაობა, იმიტომ რომ იწერია რუკაზე უყურებ ხა დიმიტრი ყიფიანს და ეგრო იყოს, просто მაგითო მაინც ვთქვათ რა. მე დიმიტრი ყიფიანის ქუჩას უყურებ ხა. ხო და მე მახსოვდა რაღაცა. თუ ყიფშიძეა შუჩი, არა ყიფიანია. რაღაც ეგრე მახსოვს ისტორია რა, რომ ანუ ბოლოს ნახა არ ელოდებოდნენ არაფერს და უცებ გამოვიდა სახლიდან და დაიკარგა ვერაზე. არ მახსოვს, მაგრამ დიმიტრი ყიფიანი არ მახსოვს ვინ იყო. ალბათ ეგ იყო. შეცვლილი არის ის, რომ აქ ამოშლილია. ხო, ჭადრაკს თამაშობდა. თავადი არისო, თავადი იყო. ხო. ანუ ამბობთ რას? დიმიტრი ყიფიანს. აფიქსირებ. დიმიტრი ყიფიანს გაუჩინარა, მოვლენა არ უნდა თქვა? ხო. დიმიტრი ყიფიანს გაუჩინარა. დიმიტრი ყიფიანს გაუჩინარა. გაუჩინარება ნაღდასა. ვინ არის არ მახსოვს. აზე მახსოვს როგორ არიწყებოდა. წამი. ბერის ქუჩების ჩამოთვლა უნდა გაგეგრძელებინათ მეგობრებო. არა, ხო, ქუჩა. დააფიქსირეს ბიჭებმა ვერსია, ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, არ არის სწორი პასუხი. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთქულიანი მინიშნება სპეციალურად თქვენთვის. მაგარია. სიცხე მომიწია ის საბოლოო. ტექსტი, ისევ ტექსტი. იაკობ მანსვეტაშვილის ჩანაწერებიდან. მისმა უფროსმა ძმამ, ვასომ, მთელი ქალაქი შესძრა, მაგრამ ვერას გახდა. იფიქრეს მტკვარში თუ გადავარდა და თავი დაიხრჩოვო. დაიქირავეს მენავეები და თითქმის მთელი მტკვარი აჩხრიკ-დაჩხრიკეს. არსად არას ჩანდა რა. მე მაინც დრო წასული. ვიას დაიკარგა საქართველოში ცნობილი ტიპი, ვინც მაგ ფოტოზე არ არის. სახელი და გვარი რო გაარტყათ ეს. ლიპარტელიანი. ბარათაშვილის მე მგონი საერთოდ აქ ელ-პასოს ამბავი იყო, უბრალოდ ამბროსი უნდა დაგვიჭირა მაგ სახელში. ამბროსი ხელაია. ამბროსი ხელაიას არ მივარდება თავიდან, მაგრამ რეპრესიები ბიჭო, ანუ ტრაგიკული პერსონაჟი იყო ბარათაშვილი. დინარეში გადავარდა ყურისპირას გადადიოდა სულ. არა, მოვლენა, ადამიანი არ გვაინტერესებს. ადამიანიდან მოვლენამდე შეიძლება რომ მიხვიდე. ვასი, ეხლა არ გამოვშტერდე. არა, გამომირიცხე. არ მინდა. არა, ისე პასუხს არ გიწერ. ბაშურ გადავარდა მოვლენა, რა მოვლენა. გატაცება? ვინ გაიტაცეს? მოვლენა, ადამიანი გვაბნევს ან რა, რა შეიძლება. ეხლა იცი რაზე გადადი? ანუ აშკარად რომ საბჭოეთის პერიოდი არის, ხო? რაც უნდა იყოს. გახსოვს ისა რა ქვია? ბერია ვის წინ ცხოვრობდა გახსოვს? მოიცა. ხო, მოიცა. ხლიან. ჯავახშვილი არ კაცო. მიხეილ ჯავახშვილი არ კაცო. გონი, არა. ყველაფერი ვთქვი. აი, კაროჩე იმენა. ეცა უკეთესად დავწერო ჩანდეს. ბიჭო, ეხა იცი როგორ არის ტვინში აჯაფსანდალი? იმას ვერ ვიხსენებ. აჯანყება რა. აჯანყებაზე 1915. გაუჩინარება არის. ვიღაც გაუჩინარება. არა. ვინ გაუჩინარა და საქართველოს ისტორიაში მაგ პერიოდში? გაუჩინარება. გავიდა თქო არის. ვერა. მიხეილ ჯავახშვილის გაუჩია. აი ერთი წუთი 10 წამი მოგვეცეთ. გააქვს ვარიანტი. გაუჩინარებაზე რამე ამოვარდა. ლიპარტელიანი უნდა გავაკეთოს. შეჩემაძე. აღაროჩე. მეორე მინიშნები და მიხსენებ ტიპის გვარს მიწევა. ვის? მიხეილ ჯავახშვილის გაუჩინარებას ვამბობდი, მაგრამ მაჩაბელი. ივანე მაჩაბელი არის?
ყველა ქუჩა ჩამოვთვალეთ და ბოლოს გამახსენეთ. სოლოლაკის ქუჩებს იხსენებდნენ და აი მართლა ესე ქიქოძე დადიანი ყველაფერი და მაინც მაჩაბელი არ თქვეს რომ თან ეგებს თქვით რომ ქუჩა გვაქვს მეთქი ქუჩა არის ადამიანის ქუჩა არის ხო და რაღაც კარგაჯღებს თქვა ეგეც მაქვს ბოლოს გერადია უკოლბერიძე ანუ აქეთ წამოხვედი მე რა ეგეც მე სწავლობდი რა იმიტომ ჩემი სკოლა იქით გაყოლ მეორე მინიშნები და როგორ მიხვედი მაჩაბელს. რო დაიკარგა რა ცნობილი ქართველებს დაიკარგა ისევე როგორც ამბროს ბირსი. ანუ ზუსტად იდენტური ისტორია შემთხვევა ამბროს ბირს რა. ისიც იყო მწერალი და ჟურნალისტი. არ გახსოვდა მაჩაბელი იყო მთარგმნელი, რომელმაც თარგმნა შექსპირი. გორი დებილი მგონია ეხლა იცი. და ძალიან ხშირად უყვარდათ ხოლმე ილიას და მაჩაბელს ჭადრაკის თამაში. ასევე ამბობენ რომ აკაკისთან დაპირისპირება ჰქონდაო და აკაკისაც კი აბრალებდნენ ხოლმე ამის გაქრობაში მონაწილეობას. მოკლედ ჭორმართალს გავცდეთ და ვიდეო გოლი ნახოთ ივანე მაჩაბლის დაკარგვის შესახებ. 1898 წლის 26 ივნისს ქართველი მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი უგზო-უყლოდ იკარგება. გაუჩინარების შესახებ ხმა თბილისში საღამოს ვრცელდება მას შემდეგ, რაც მაჩაბლების სახლს ივანეს სოლის ძმა გიორგი ბაგრატიონ დავითაშვილი სტუმრობს და სიძეს ვერსად პოულობს. ივანე მაჩაბელი სიცოცხლის განმავლობაში ქართულად თარგმნის შექსპირის არაერთ პიესას. არის გაზეთ დროებას რედაქტორი და მუშაობს სათავადაზნაურო ბანკში, თუმცა ილიასთან დაპირისპირების გამო ბანკს ტოვებს. ცნობილია, რომ მისი მეუღლე ანასტასია ბაგრატიონი პლატონურად უყვარდა აკაკი წერეთელს. ივანე მაჩაბლის გაუჩინარების საქმეში ბევრი ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგი მიიჩნევს, რომ მან თავი მოიკლა ილიასთან ან აკაკისთან დაპირისპირების გამო. ზოგიც მის გაუჩინარებას ჯანმრთელობის გაუარესებას აბრალებს. ფაქტი ერთია, 1898 წლის 26 ივნისის შემდეგ ივანე მაჩაბელი აღარავის უნახავს. ასე გამოდის, რომ შეიძლება ფინალში ბევრი რამე გადაწყვიტოს ჩვენმა მესამე რაუნდმა, ინტელექტის რაუნდმა, რომელშიც სამი თემიდან უნდა ავარჩიოთ ერთ-ერთ 9-7 ანგარიში, ორი ქული წინ არიან ტატო და კალა, მაგრამ მოდუნების საშუალებას ეს არ აძლევს. თითოეული კითხვა ორქულიანი აქვს, უკვე კარგად იცით ითამაშეთ და მეგობრებო, პირველ რიგში გეტყვით თემებს. ეს თემებია: ისტორია ვიდეო თამაშებში. რომელიც არ შეგხვდათ წინა შემთხვევაში, მე მგონი იყო ხო, თქვენ თამაშეთ, მაგრამ გაცხრილეს. ფერადი თემა და წელიწადის დროები. პირველ რიგში თქვენ უნდა მოაშოროთ. ფერადი თემა რას ნიშნავს? ფერები იქნება ამა თუ იმ ფორმით. წელიწადის დროები, წელიწადის დროები. რომ მოვდიოდი. დროები უნდა ფიგურირებდეს. მე ვიდეო თამაშები კი ბატონო, მაგრამ ერთად სუმაგაზე ლაპარაკობდნენ. ვიდეო თამაში. გავაგდოთ ეგ. კალაპიროლი ამოვიდეთ, თორე თუ ეგ გამოვიდა მეთქი ამათთან თამაში არ ისტორია ვიდეო თამაშებში განაცლებული კი, მაგრამ არ მინდა მაინც თქვენთან თამაში. ვიდეო თამაშებს ამოვაგდეთ. ანუ ისტორია ვიდეო თამაშებში წევიდა. წავიდა შემდეგ სეზონში. ოზისთან თამაში მაგაზე არ მინდა და ზიადიც აშკარად გაიგო. ფერადი თუ წელიწადის დროები? ფერადი? ხო, ანუ ფერებს ეხება პასუხები ამა თუ იმ. ან წელიწადის დროები არ მომწონს. ფერებს მხატვრობას კი არა შევა, უბრალოდ ფიგურირებს ფერი. ოქი სავარაუდო პასუხი და რომელიღაცას გამოვიცნო. და მოდი ეგ არ გვინდა ხო? მარტამდე ვიცი მარტო დათო. ანუ არ გვინდა ხო ის რა ქვია წელიწადის დროები. წელიწადის დროები უნდა ფიგურირებდეს პასუხში. არა ხო, მაგრამ მოდი არ გვინდა რა 4 არის და ფერადი? ფერადი იყოს რა, რაღაც საინტერესო იქნება. ფერი ბევრად მეტია. ხო, ბევრად მეტია და ბევრად საინტერესო იქნება. გავაგდით. ანუ ფერად თამაშობთ. სწორად გავიგე. თამაშობთ ფერად თემას. ყველა პასუხში უნდა ფიგურირებდეს ფერი. შეიძლება პასუხი რამდენიმე სიტყვისგან შედგებოს, მაგრამ ფერი უნდა ფიგურირებდეს. კი ბატონო. მოიმზადეთ მეგობრებო. პირველი შეკითხვა. არა მგონია ამ კითხვის გამოსაცნობად დიდი გზის გავლა დაგჭირდეთ. ამიტომ გეტყვით, რომ ეს გზამკვლევი ჯიმ კროუს კანონების საპირწონედ შეიქმნა და მე-20 საუკუნის ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში ყოველწლიურად გამოიცემოდა. სამი 2 ახოსია. ეს დაწერე იყოს ეს რა, რა ვიცი, მგონია რომ ეს იყოს, მაგრამ ვარაუდობ ძალიან. ვითხოვ თქვენს პასუხებს. Yellow pages, დამანახეთ. მოკლე, ლურჯი, მილი, კავაშენი? ხო, ჩემს.
ხო, არც ერთი არ არის სწორი ამ ლურჯზე შემთხვევაში. წითელ სტატებს რო უარო გვერდი და ლურჯის კი არა და შავკანიანებისთვის იყო. შავკანიანებისთვის იყო, მაგრამ პატარა არა. არა. სახელმწიფო შავკანიანებისთვის ფილმიც იყო, არსებობს ძალიან რასისტულ ცნობილი. სტატებში, ხო. კი, ზუსტად. Green Book-ი. Green Book-ი, მე Yellow Pages-ზე წავედი ვარ. ფანეცი. Yellow Pages-ზე წავედი ოსკარის არაერთი ნომინაცია ჰქონდა. ყოველწლიურად გამოიცემოდაო და სატელეფონო ნომრები და მისამართები რო იყო მაგაში. განახლება ხდებოდა ყოველ წელს. ანუ ის იყო. Yellow Pages-ზე ბიჭო, ზამკლებია შავკანიანებისთვის რო აირიდო თავი სახიფათო ადგილებზე. ის ემოზავან ამერიკაში. კეთილი. შემდეგი შეკითხვა. ვასალები. ბიჭო, ვიან გამახსენდა. იმის ზომა, რაც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 1 პიქსელზე ნაკლებია. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ თავის თავში მთელ მსოფლიოს იტევს. 3 სიტყვით უნდა დაასახელოთ ეს. თავის თავში მთელ მსოფლიოს იტევს? თავის თავში მთელ მსოფლიოს იტევს. 3 სიტყვით დამისახელეთ. 3 2 1 Red, green, blue, RGB. ელი გადაცემა ვიძახი, კალსეიგანი და ეხა მაინც ხომ მოვიდა. ქალი ლურჯი ბულდოთი არის? აუ შეიძლება. ფინალი მოგებულია. არა, მაგაზე ეგ ვაფშე ეს არის კარლ სეიგანი და რა თქმა უნდა მკრთალი ლურჯი წერტილი. ანუ მთელი სეზონი იძახდიდა საბოლოო გამოსავალი. წერალი და წიგნი. მე იმენა პროსტა ტექნიკური მასე წავედი ეგრევე. ძალიან პატარაა, მაგრამ დედამიწა. და შეიძლება ითქვას, რომ სოციოს იტევს თავის თავში. ხალხო, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ, ბრავო. ტრიუმფალურად ჩატარებული. გენიალური ეს ბოლო მაგარი იყო, ხო. კაი იყო. ყოჩახ, წავიკითხოთ მესამე კითხვას, მაგრამ. თქვენ უნდა გამოიცნოთ, არა რიჩარდ მეორის ძმა, ანის ვისი მამაც ედუარდ მესამე იყო, არამედ ქართველი არტისტის მეტსახელი. ჰერგი. თქვენ უნდა გამოიცნოთ, არა რიჩარდ მეორის ძმა, ანის ვისი მამაც ედუარდ მესამე იყო. ყველამ გამოიცანით? ნო. შავი პრინცი იყო სწორი პასუხი ნამდვილად. ამ კითხვაზე აქამდე არ მივედით, იმიტომ რომ საბოლოოდ ანგარიშით, რა ანგარიშით? მაიცა? ბოლო კითხვაც ჩავთვალოთ რადგან თქვენ. 13-9 ჩავთვალოთ რო იყო ეს ანგარიში. მაძიებლის მეოთხე იუთუბერთა სეზონის გამარჯვებულები არიან ტატო და კალა. ბრავო, მეგობრებო. ორშაბათობის ხალხმა სამშაბათის გადაცემაში გაიმარჯვეს და გილოცავთ, რავი, მეგობრებო. გილოცავთ და MetaQuest 3-ები თქვენია, მეტი რა, შეგიძლიათ VR რეალობაში უყუროთ Pale Blue Dots მათ შორის და ასევე სხვადასხვა ისტორიულ ამბებს. ძალიან კაი სეზონი გამოვიდა. იცი რის ბრალია ეს? რის ბრალია? MetaQuest რომ მაგ 20 გადაცემაში ვიყავი. მოვიდა. და ბოლოს Nintendo Switch-ზე რო პრიზია Nintendo Switch-იო. როგორ გაუხარდა? მომიტანა ყუნთი მარტო. აუ, აქ მთავარი მატყუარი მე ვარ ყველზე. მატყუარა ერქვა რა გადაცემას. ხელსარიელი გამიშვი, ხედავ? წავიღებდნენ. სადავიღო რევანში ნახე. 2 წლის მერე. აი, მაგრა ითამაშეთ ძალიან. არა, ძალიან კაი. ხოჩა, ხალხო, ხელს ჩამოგართმევთ ყველას. ფანტასტიკური სეზონი და ფანტასტიკური ფინალი გამოვიდა. ფინალს ბოლო წამამდე ფაქტობრივად მეც წინაზე უფრო გავაფრინე. მაყურებელმა არის ის, მაგრამ შეგვიძლია უთხრათ, რომ 12 საკლია 15 ეხლა და 11 საათიდან გადაღებაზე ხარ შენ, ასე რომ შენ გამძლეობას 11-დან როგორ დილის. დილის ანუ ეხა კი არ მოვიდა 15. ანუ 13 საათია ვიღებ ფაქტობრივად თითქმის გაუჩერებლად. მაგრამ თავარია რომ თქვენ ისი ამბონოთ აი ამ მინიშნებებით, კითხვებით, თამაშით და მე მგონი ამ შვენიერი სეზონით. მოდი, მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. მადლობა PSP-ს ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის, მხარში დგომისთვის და რა თქმა უნდა PSP-ს საჩუქრების სტუდიაში. ყველა მიიღებთ მეგობრებო ამას უკვე, იმიტომ რომ ჯერ არ მიგიღიათ, ყველა თამაში იგებდით ხოლმე. ინებეთ. გადადი ხუმრობა რომ შენ გჭირდება უფრო მეტად, იმიტომ რომ ასაკიდა რა. წელის ტკივილებში ვართ ყველანი უკვე 20 აი ასე. კიდევ თითო ჩანთა დაემატება PSP-სგან ამ ყველაფერს. დიდი მადლობა დანკინს, იმიტომ რომ დანკინის ყავა მთელი სეზონის განმავლობაში გვეხმარებოდა რომ გვეაზროვნა და გამოგვეცნო ეს შეკითხვები. მადლობა ჩვენს მეგობარს, პარტნიორს
გამომცემლობა ინტელექტს და ინტელექტისგანაც რა თქმა უნდა საჩუქრები თქვენ, მეგობრებო. წალსეგანის ფერბლუდო თუ ყოველს. შესაძლოა. ეს და ოზი შეგიძლია მეოთხე პირდაპირ შენ თვითონ აიღო ესე შენთვის. მადლობა Click Productions ჩვენი გადაღებისთვის, მადლობა Heima Productions ჩვენი მუსიკალურად ამეტყველებისთვის და მადლობა მათ ვინც გამოიწერთ ახლა თაროს თაობის არხს, ყველგან იპოვეთ სხვადასხვა პლატფორმებზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, გამოყვებით, უყურებთ მაძიებელს და დაგვეხმარებით თქვენი კომენტარებითა თუ აქტივობით იმაში, რომ მაძიებელი გაგრძელდეს და კიდევ ბევრი სეზონი მომზადდეს და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ. და მადლობა შენ და შენ გუნდს, იმიტომ რომ ესეთ ძალიან მაგარ გადაცემას აკეთებთ, რომელიც არა უბრალოდ გასართობი არის, არამედ ადამიანების ცოდნისთვის იბრძვის ესე რომ ვთქვათ რა. ძალიან დიდი მადლობა. მე არაერთხელ თქვი და აი სეზონის დასასრულს უნდა ვთქვა, რომ აი ჩვენ სამყაროში, სადაც არის სულ რაღაცა ეს დაძაბულობა და პირისპირება და ამბავი, ჩვენ რო YouTube-ზე შემოვაბიჯეთ, YouTuber-ებისგან ვიგრძენით მხარდაჭერა თავიდანვე, ძალიან გამოცდილი და ასე ვთქვათ, მრავალი წლის გამოცდილების მქონე YouTuber-ებისგან და მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ აი პირდაპირ ამ სეზონში მონაწილეობაზეც ძალიან დიდი სიამოვნები დაგვთახდნენ. ჯიგრები ხართ ხალხო, პირდაპირ რო ვთქვა. ასევე. ოქროები ხართ, კაი ხალხი ხართ და რავი, ჩვენც ამ ოჯახში ვწევრიანდებით ნელ-ნელა. მაძიებლის მეხუთე სეზონში შევხვდებით. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი Beatles-ის შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი Beatles-ის შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ. კიდე, იგივე? ბაბში 100-ს თუ ავრე, ბაბა. შესახებ ჩამოყალიბების და შექმნის. ალო. ეხა ვიწყებ ჩაწერას. არა, ეხა ვიწყებ. ჩემპიონთა ლიგა იწყება 12-ზე, 2-ზე რჩება და გადაცემა გვაქვს 3-ის. აი, მართლა ეხა ვიწყებოზე იწყება. გამოღვიძა იმენა ისე ჩაარტყა კლაპი რომ ჩავიდა პრემიერმა ჩააშენა AI და ვაფშე აღარაფერი ჭირდება, უბრალოდ ეუბნება რომ ძალიან გთხოვები, ხმა დამისიქრა და მოს ესე ჭკვიანი ჩანვარ. ალექს გამომხედე. ოღონდ მე ესე უნდა ილაპარაკოს. როგორ არ მიყვარს? გოგოებმა თქვეს ხალის გაჭრა, ბიჭებმა თქვეს ხალის გახერხვა. მივხვდი რა თქვი რა გოგოების პლანეტ ამამენა მივხვდი რა სიციხოს საქმე. ხერხავდა ხა. ხერხიო ჭირა. შენ უნდა გამოგისვა შენ. ამით რა დაიწყოს რა. ამ ფერმენტეს ახლა იგეთ რა ჩაგერთ. მე ქუთაისელი ვარ ჩაგირთეს? და ქართველია და ლეშები. იმდენი ხანი. არა, ეხა არ ვფიქრობ, ნახე, არ ვფიქრობ. არა ვფიქრობ, ანუ ჩესნად ვთამაშობ. მოაქვს უკვე დამარცხებულებისთვის საჩუქრები. ეგრევე გაგვიმეტეს. ნახე, ჯენზი როგორ ფიქრობს. რავი, შენ აგონია თავი უკაცრავად? ჯენზი ვართ ჩვენ 97-დან. ჩვენ დავიწყეთ ჯენზების თაობა ჩვენ. იო. დაბი როგორ ცნობდნენ კობალ და ჯითუჯი თავს. გუშინ ხო? ძალიან ბევრს ვიცინოდი. ალბათ ეხავ თუ ეს გამოიწნე და ჩვენ წავედით. ჩვენ სიტყვის ხალხი ვიყავთ, უნდა ალბათ წავიდეთ. არა უშავს. სიტყვის ხალხობა მაგას ამოჭი. არა, რა სამოძრე. არა, რა სამოძრე მიდიხარ, რა სამოძრე. გამეანდაზა მითხარი, უცებ. ხა, ეგეთ პაპს არა. ეგ ანდაზა არა. მოსაკველი გამოიყო. ვერსი დაიჭირეს, მაგრამ შეიძლება მეტაკვესტი დაიჭიროს. კაცო, ლინკი არ მინდა, უბრალოდ ანდაზა მითხარი. ჩვენ თან მოვიფიქროთ რა მეანდაზა. კოკასებში გარასადგა, ანკარა წყარო. რაც მოგივა დავითაო ყველა შენ თავი დავაზე რო არის და არა დავითზე. სადავოა ეგ საკითხი? თუ გინდა ვიდაოთ. როდის დავწმუნდი საბოლოოდ, იცი? რუსეთში რო გადაყვედით, ხო? წეგა რომ ჯითუჯი ჩემზე 2 წლით პატარაა. ამურეკავ და მოეტყვი ეხა. აიცა. ვკითხე და 90-იან და აი ცრემლი აი ეგ შევიჩერე. არა, ალექსანდრემ თქვა რომ G2G-ზე 2 წლით დიდი რო ვარ, მე მივხვდი რომ დავბერდიო, ანუ შერაბებერი ხარ, ხოაზე ხარ. არაფერი არ დაგჩენია. არა, ცხოვრებაშიც არ დაგჩენია ბევრი არაფერი. არ კაცა. კაი, კარგად. ერთით დოლი. აი არო წააგო და მოსასვლელი არ არის, თორე? გადამჩაო ლობიანი რო დაჩენდა. პრიზი რა არის? თქვენ სამი ყოფილი. მეტაკვეს 3? რა უნდა მოვიგოთ მაგით? ეს სამი თამაში. ბოლო რაუნდის მერე თუ ფრეი იქნება, მარი ძალაზე, მორევაზეა რა. ბოლოს ცემატყება? ხო და ქორო სამივე მოვერევით. სანდახანი წამოვწდება ხოლმე რაღაც.
არ შეიძლება რომ ცენზურა დამედოს ან რეალურ ცხოვრებაში. გალევის ამ დავით ჩვენს ვიდეო რგოლში. უსო ეს არის ჩემი საჩუქარი, მე მივაგ. მე მგონი არაა შეერთებული ჩტებს ეს შეგვიძლია. ჩამ? ეხა ჩამს. წერანციგრე შვებოდი და იმიტომ ესეთი შავი ოლედი ამბობ. იმის შეერთება აუცილებელია. წიგნების თაროს მეოთხე სეზონის იუთუბერები აძიებელია ეს. ღამე შორენასთან რასად როდის უკა აი მაძიებლის მეხუთე სეზონში შევხვდებით მაგაზე ისეთი სიმაუთი მაქვს რო არ ჩამისვათ